ჩვენს წინაშია დები ზუმები. აბა ხალხო მოიბზადეთ. ახლა აღარ გინდა შენი გაიტანე. მინდა დაგიბრუნო იგივე. შენთვის მე მეტება მხოლოდ ეკლები და მხოლოდ შენებური სიცივე. რომ დამივიწყო წახვალ და დალევ, მაგრამ იცოდე, ყველა ხალხს მე შემადარებ, მე შემადარებ. გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია. აღარ აქვს აზრი ეპიზოდების რაოდენობას, თუმცა მოგესალმებით მეგობრებო. და მთავარი ჩვენი მეგობრების თხოვნით ჩვენს უგვავიწყდება. უნდა ვთქვათ, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი იმისათვის, რომ რაც უფრო მეტი გამომწერი იქნება, მით უფრო ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. ისინი ხარ გამოიწერეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. რა გიხარია? ემატება და ემატება ჩვენი ფოლოვერები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ის სწრაფიკვების ობიექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, სუხიშვილის 45-ში. გეტყვი იმასაც, რომ ჩვენს სპონსორს Flame Food-ს აქვს სიახლე. მათ უკვე მეორე ფილიალი გახსნეს ვაზისუბანში, ასე რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ მეორე მისამართზე, რომელიც არის ზურაბ ბეგიაშვილის 32. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ვინც ჩვენთან იწყებს სარეკლამო თანამშრომლობას, მათი ბიზნესი ვითარდება ერთი ფილიალიდან მეორეზე, ასე რომ მეგობრებო, გადაცემას იხსნება, გაყიდვები ეზრდებათ და კაია. დამაცადე უფრო საინტერესოს ვიძახდი. გადაცემა სარკასტიკაში თუ გსურთ ხარისხიანი რეკლამა, მობრძანდით, დაგვიკავშირდით მითითებულ გვერდზე და ჩვენ გავაკეთებთ ხარისხიან თქვენ რეკლამას. შენ რას ეს თემა შეიჭერი და ლაკი გადაისხი ძალიან გათესელებული დადი ხარ. მე რა ვიგებთან? ხმერთო. ეს სამომელოდი შეგან აგრესია. რა? მე ყოველთვის კაი ტიპი ვიყავი. გეკონება ეცადის ნიფშო. ახალ დამადებულ ბავშვი და გეკონება ეიბადება და გადასვლებული რომ აი თავ გაპრელებული რომ გამოდიაყო მე. შენ ვარცხნილობას მიხედე ჯობია ნათრევი კატასავით. არაფერი, წაი ხალხმა შეაფასოს ის პრო კაი ვარცხნილობა, კაი? წინ კამერა შეხედე. შენ როგორ ხარ იცი ბოზი რო ვერ მოასწრებს მეორე კლიენტამდე მოწესრიგებას და აჩეჩილი თვით რო გადადის ერთი ოთახიდან მეორეში, აი ესე ხარ სუსტად ხოლმე გადაცემაში. კაი. გინდა რომ აი იცი რა ან სოფლიო მიწის რომ შეიძლება ის სახით შემძებდოი, მაგრამ ანუ მე უკეთესი მაქვს და აი აღარ იცი თავზე რა გაიგე. თმა რითი გაქვს უკეთესი? აი მე გეფიცე მე ცოტა თავი დაწიე ვიღაცამ რო აი აქ დაგისკანეროს აი აქ აი მე და როგორი გამხმარია მეგობრებო აი აქ დაასკანერე და პირდაპირ YouTube ჩვენ გვერდზე გადმოდი კრეტინო გაეთარიე ყველა მიხედოს თავის ვარცხნილობას რა მაღაზიაში რო შტრიქ კოდები ხომ წინ ჩოლკა ეგრე გაგვერდზე გადავარწ ნახევარქათამა ამაზე იყო ეს გადაობა ამ შტრიქ კოდზე მთელი წლები მაღაზიაში რო შევდიოდი აბა დავასკანეროთ გატარდება გავიარე კიდე გატარდება ის QR-ი მეკონა რაღაცა რა ასკანერე და გადატიხა დებილო კაი დავიწყოთ ახლა გადაცემა. მოდი დავიწყოთ ამბებით. რა ამბებით შენის მოყევი აქ რო დამტოვეთ და შენ სამეგობროსთან ერთად წახვედი ბათუმში საგულავთ. მე რა დორბლი გამდის, ვერ წამოვიდოდი. რესტორანში კეფი არ შემიძლია თუ დროსთან. სულ რო გტოვებ, აკვირდები. არ ვიცი. სულ ყველა მეზიზღებით. იცი რა, არაფერი მეგობრები წავედით, ნუცა თოფურეს საღამო იყო და მე ლელა წურწუმი ესე და წავედით ესე დავკვატიჟე და ვიგრიალეთ. ხო, ნუ ცოტაბურიას ისედაც ვერ ვიტანდი, იმიტომ რომ ყველაფერში მხსნის ხოლმე. თან რო იმღერეთ ერთად. ეს არ არის ჩემი პირველი სიმღერა. არ არის ჩემი პირველი სიმღერა. ლელა წურწუმიასთან მაქვს ნამღერი, ნინო ჩხეიძესთან მაქვს სიმღერები ნამღერი, ჩემი სოლო მაქვს ნამღერი. და შენ რა გონი შედაც იმღერე, აი ეს კარგად იმღერე? მილიონი ნახვა, გიდიოტო ორ დღეში. ხა შეეცოდა. ეგზონათ რომ ძალით გამღერეს, ეგ გიკანკალებდა ხმა შიშისაგან. არ მიდოდა. კაი, შენ რის ნიჭი გაქვს? კაი, მე არ მაქვს ნიჭი, რის ნიჭი გაქვს შენ? მე სხვადასხვის მაქვს მუსიკალური განათლება. მუსიკალური განათლება თამაზას ნამდვილად აქვს. მე მოვიპოვე ვიდეო
რომელიც თამაზა ძალიან დიდი ხანი ქონდა საიდუმლოდ შენახული. რომელი რესტორანი არ ვიცი ესეთი ამაღლება აქვს რესტორანი. სცენაც აქვს ესეთი ამაღლება, სადაც თამაზა დგას, იქ არ აქვს მეგობრებო ეს ვარცხნილობა, იქ აქვს ჩვეულებრივი ვარცხნილობა, რაღაცნაირი კოსტიუმი თუ რაღაც. რას მღერი თქვი? მაინც გავუშვებ ამ ვიდეოს. რას გავუშვებ ნუ გამაკიჟე. გავუშვი. დაიცადე რესტორანში რომ შენმა მეგობარმა მომცა სხვათა შორის ეგ ვიდეო. იმას თავი არ გადააბავ. მქონდა რომელი სიმღერას მღერ. მე ზოგადად ძალიან დიდი რეპერტუარი მქონდა ქავერებს ვღეროდი, მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად რომელი სიმღერას. ქავერებს რა ენაზე მღერო და რომელ ქავერებს? ინგლისური შენ არისი. გერმანული არც ერთი ენა შენ არიცი და რა? არმაგედონი მაქვს ნამღერი იმაზე კორპორაციულზე. იცი რა კარგად. არმაგედონი. ტექსტი გააჟღერე ეხლავი აქ მიდი. აი მიდი არმაგედონის ტექსტი გააჟღერე მიდი. მე დაწყება არ მახსოვს არმაგედონის. თუ გინდა ჩავთრა და ავყვები. მიდი. არმაგედონის სიმღერაო ხალხო? ხო, ბიჭო. გეტონ. მართლა მღეროდი. აი რო ის ეხა უყურებ მე. მიდი ჩქარა. ამას ბიჭო. აეროსმითის სიმღერაზე საუბრო. აბა, არმაგედონი არ არის, მაგრამ. მოემზად, ეს სიმღერა შეგვიძლია გავთიშოთ, იმიტომ რომ მიდი. დაიცა, რაღაც ტექსტი არ მახსოვს. Spend with you. Special. Close my eyes. ნეკადოროყაშვილის გამოხდა გამანები. ნეკადოროყაშვილზე უარესი ხარ. არა ეს სიმღერა ხა გასამეორებელი მაქვს, მაგრამ ვიცი. კაი, ისიც გავიგე. ჩემს სიმღერას თუ დასცინი და ზუსტად ვიცოდი რომ დასცინებდი, მაგიტომაც მოვედი მომზადებული. ანუ რასა იმებზე უკრავა ხალხურ ინსტრუმენტებზე თუ როგორ თქვა ეს. მაგას არ დავიძახ, შევინკითხრა. მე ხომ მომზადე, ვიცოდი რომ დამცინებდი. ჩონგურზე უკრავ. ჩონგურზე ვუკრავ, დოლზე ვუკრავ, სალამურზე ვუკრავ. სალამურზე საიდან? როგორ საიდან? ანუ რომელი ნაწილიდან უკრავ? ბიჭო, ყველაფერზე დაკვრა, ვიცი პროფესიონალი, კარგად. ხო და რომელი პირიდან, ტაკუცვებიდან, საიდან უკრავ? პირიდან შემიძლია დავუკრა და ნესტოებით. ტარა! მეც გაიზოდი, სხვა გადაცემებში მეც გაგიჩალიჭებ. ანუ გეშე ვიბრატორი არ არის ეს. ვიგათხოვა. სალამურია. აი მირაბანძი სალამურია, კაკი. ეხა მიდი დაუკარი და შენი ნიჭი გამოავლინე. ბიჭო, აღარ ვიცი მაგას. არმაგედონიდან დაუკარი. მიდი დროზე. აბა როგორ იხმაკ? მე რა წვი? რა ჩაბერო გწოდნი. ყველა ქალის გული მოიგე ხა შენ ამ ჩაბერში. პროსტა ჩამაბერი. რა დაგიკრა? აი აეროსმითის ნაწარმოები. აეროსმითის სალამურზე არ არის. რაც გინდა დაუკარი, ნახოთ შენი ნიჭი. არა, მაინც აი რა გინდა რომ დავუკრა. მიდი. მართლა ყველა ნაწარმოებს უკრავ. სულიკო. მე ყველაზე მარტივია. დაუკარი. მე აი რამდენი ხანი არ დამი. დაუკარი, ნუ წაეთამაშე ხო, დაუკარი. მე პოცის გავაფუილებ. ფეისბუქზე გაფიცე. შენმა მეგობარმა ყველაფერი. ეხა ეს გადაცემაში უნდა ჩავსო, მე ხალხი დამიძაღებს, ამ სალამურს დამოკრავინებ. არა, ის რა უნდა ჩავსო. მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკაში გამოვაქვეყნებთ ნომერს, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ხმაწუს. პირადი ნომერი გამოქვეყნება საქართველოს TBC. თითოეული ლარი გადამწყვეტია მისთვის. უფრო ძლიერი, გინდა უფრო ძლიერი. გავაძლიერო ჩემი რეპერტუარი. სალამურა. მიდი, ჩაბერე. იცი რა მაგარი ნაწარმოებებს უკრავ. არა, ამერი. დეპილი, არც დაყრა არიცი, არც სიმღერა არიცი, ენა შენ არიცი, ვარცხნილობა შენ არ გივარგა. დამცა, ამას გამოვასწორებთ, რა გავგიშდები.
იცი რაც უკეთესად გამოგდის ის აკეთო ჯო. თუნდაც ტრაკი დაუკარი. ვიზა. შმე ვიცი რომ ისა გინესის წიგში ხარ ტრაკი დაკვრაში, მიდი. მიდი ჩაფერე. მომიტვარ. მიდი. მიდი. დანანანანანა. კაი, ნუ გააკ ნიჭი, აი ესეთი ნიჭი გააკ. არა და რამდენიც ეხა მე რო საწყალი ნიჭი. პრინციპში შემდეგ გადაცემაზე მაგარი მომზადებული მოგა გავიხსენე. საწყალი ნიჭი ქონია. კაი. ღლიცინია, მოდი ეხა ვთქვა სპონსორები. ჩვენ წინაშე არის სანდომი პრემიუმ ხაზი, ვაფლების პრემიუმი და კლასიკური შოკოლადის კრემით. ყველაზე ხრაშუნა ვაფლების სანდომისგან, რომელიც არის უგემრიელესი. გამოუშვია გენოცვალე სანდომის ვაფლი პრემიუმი და კლასიკი. მოდი ჯერ კლასიკი ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიდიოთ ლამინატი, კაფელ-მეტალღი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. მიჰაუსი ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. აბა, უბიდე. პოცი მე მიყვარ პოცი გავაფუილებ მე. კაი, ეხლა თამას გადაყლაპ ეხლა ისეთი ვიდეო ვნახე. აღმოვაჩინე ქალი, რომელიც იძახის რომ მტვერსასრუტით, აი ესე მტვერსასრუტით იქრობს ნაოჭებს. ეხლა ვნახოთ ეს ვიდეო და მე ვისაუბროთ. იქ თმას მტვერსასრუტით ვარ დაიბაწყე. კაი, მე მოვიტანე მტვერსასრუტი. ხო ესე ქვია მტვერსასრუტი. აგეთ ნუ მეაფერი შემისრუტოს. არა მხელა ისა გნაყურეთ. არა გაკ შენ მაგხელა რომ შეისრუტოს. და ეხა უნდა დავტესტოთ. გამურდი მათმევინე რა. აი, შეხო ძალიან ძლიერი გაკდა ჩემი. ეს რა არის შეჩემო? შენ ახლა ასახში ხარ, სხვა შეგაქვს წვილი დაუჭები და მაგით ეგ გჭირდება და. მოგეცადოთ, დავით. ახალგაზრდა ვარ, აი. ეს ზეგა. ვაი, ამით უნდა გააკეთო. აჩვენე. შეხედე და ვაიმე, არახული შედეგია, თამას. აი მე რა მაგრა ის. ხედავ როგორ ისრუტავს. რამის ენა გადმომაგდებილი დეგენერატო. სხვა შენ შეუძლია სხვა რაღაცებით შეისრუტოს. ეს ჩემი რაც ის არის ნელია თუ რა? შენი არ ვარ გა. არა გე? არა, ეს არის კარგი. მოიცადე ჩავწო ისე. აი. ბებე, შეისრუტა. კატმოთაკები. აი, შემოდა. საკმარისია ღლიცინი მართლა ეხა. კაი, ნაოჭები გავიქრეთ. სალამურზეც იწვალე. მე მგონი სასქეს ორგანოთ გამიკრა. აქ არის, მტვერსასრუტია და დავაბრუნებ მე. ფოტოები არ გადააგდო. კარგი, მაშინ თუ თამაზას აღარაფერი არ აქვს სათქმელი, გადავდივართ რუბრიკა ზარები. სხვათა შორის, სადაც შეიძლება თქვენი კომპანიის ლოგო ყოფილიყო ამ ტელეფონზე გამოსახული. ამიტომაც ან თქვენი ზოგადად ტელეფონი, ან თქვენი კომპანიის ტელეფონი ან ხო, თქვენი კომპანიის ტექნიკა ყოფილიყო ეს და არა ჩვენი პირადი. კაი, პირველი ამბავი არის ჩვენი სტუმარი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც იყო, მან განაცხადა, რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი, მე ვარ შეყვარებული და არ მჭირდება მესამე მოხუცი კაცი. რა საინტერესო. ანუ ადრე მესამე ყავდა თუ არა, ეგ ვერ გავიგე ოღონდ. ანუ შეიძლება მოხუცკაცებშია ძალიან მოთხოვნადი. აი, არ ვიცი, ეხლა უნდა გავარკვიოთ. ზოგს ერთი არა ყავს. ვურეკავთ ნეკა დოროყაშვილს, რომელსაც მესამე მოხუცი არ უნდა. თან მოხუცად რა საკითხება მაინც მაინტერესებს. შეიძლება შენც მოხუცი ხარ. ნეკა მინდოდა. ნეკა ვარ. ნეკა, ჩვენ წავიკითხეთ თქვენი სტატია, სადაც იძახით, რომ ძალიან შეყვარებული ხართ, პირველ რიგში გილოცავთ. ხო და მე ამ სტატიაში ეწერო, არ მინდაო მესამეო უკვე ჩემ ურთიერთობაშიო მოხუციო.
და გიორგი რას გადავეკიდე? ხო და წავიკითხე ნიუსი, რომ დაიკითხე რა. შენ ხარ შეყვარებული? ძალიან შეყვარებული ხარ? გაგიჟებული. აი, შეშლილი. აი ესე. და მესამე არ მინდა ურთიერთობაში ვინმე მოხუციო. ვინ არის ეს მოხუცი? ხო. და ვინ არის? ნამდვილად არ მინდა. და ვინმე იყო ესეთი მოხუცი მესამე რომელიც აღარ არა, ღმერთმა დამიფაროს, მე არ მევასება მოხუცი კაცები, მე სულ ახალგაზრდა ბიჭები მყავდა, მაგრამ ნახე რა ხდება ბიჭო, ეს ქართველები, ქალები ისე გაიხსნენ, რომ ყველა მეორე მოხუცთან არის და მეც მიქადაგებენ, რომ ვინმე რატო არ მყავს მილიონერი მოხუცებული. ვინ არის? აბა ვინ ცნობილი ადამიანია მოხუცთან? ვინმე გახსენდება რომ ცნობილი ადამიანია მოხუცი? საქართველოში მე არ ვარ დაინტერესებული ვინ როგორ ცხოვრობს, მე უფრო ჰოლივუდს ვუყურებ, მაგრამ რავი, შენ უფრო ეპატიჟები ხომ ბევრ სტუმრებს თქვენ უფრო გეცოდინებათ. ხო და ჩვენ არ ვიცი და იქნებ შენ მიგვასწავლო გზა. ასე არა ვარ მე, მაგრამ მგონია რომ აი თქვენ უფრო იცით ეგ ამბები რა. აი შენი ყველაზე ასაკოვანი ისა შეყვარებული, ასაკიანი, აი რამდენი წლის იყო? რამდენი წლის იყო? შენი ყველაზე ისეთი ასაკიანი ხო? ახალგაზრდა. რა სამბობ, მე ჩემ ხელამყოლია მხოლოდ. ანუ ბევრად პატარა. ჩემზე დიდი არასდროს. შენ სასაკში ხარ? გოგო, მართლა შენ სასაკში ხარ და რა ვიცი? მე სასაკში ვარ. და ბევრად პატარა რამდენი? 16-17? არა, რაღაცო, არა, ეგრე არა. აბა? რამდენიმე წლით. რამდენი? ან ჩემ ხელა. შენ რამდენი? რამდენის ხარ? გითხარი, ვერ გავიგე. 34-ის. 34 ეს რატო თქვი ბოლოს რომ ვერ გაგვეგო რამდენია? 54-ია. 34-ის, ხა. და ვინ არის ეს შენ? 34-ის ვარ, просто კარგად გამოვიყურე. ვინ არის ის შენი მეორე ნახევარი? ჩოგბურთელია ისი? ისეთ შეყვარებულია რომ გამოიკენი უცხონა წარმოვიდგინე. რა ხდება? რა ხდება? შენ გველაპარაკები გოგო თუ რამე გრიალი გაქვს მან? მესამეა და მეოთხე ჩვენ არ გვინდა ყოფნა ახლა. პირდაპირ გითხარით თუ რამე გავთიშოთ ტელეფონი. მე მესამე აი. ისი თქვენია, ისი. მეოთხე რო არის. აი არ მინდა რომ ვიღაცა დავინახო, ვიღაცას ლოკავდეს, ოინი. ეს სიმღერა ამ ლოკე მაგას მიუძღვენი? აია. აბა? ოინი. იქ რაღაცა ხდება და ჩვენ რაღაც თუ დროს დავრეკეთ. ჩვენ კიდე ლობიოს საჭმელად დაგხვდია. შენ რა გითხარი ერთი. კაი, ნიკა, ესე იგი შეყვარებული ხარ, არ გვეუბნები ვინ არის ეს შეყვარებული სპორტსმენია თუ არა? არა. კაი, წარმატებულ საღამოს გისურვებ, კოცნით. შეძასწრე, კოცნით. პაკა. პაკა, კოცნით. რა გავიგეთ ამ ზარით, არაფერი. აი, და რაღაცა როგორი პოპულარულია და როგორი ლამაზია. იმის იქით. კაი. მოკლედ, აი სუმიდო და შეგან აი ყველა ვისაც დაინახავს, ყველა ესეშვე. ეს რაც არნიშნავს, ვერ ვიკებ. შენ მოკეთებ მაგას. მე ვიღაცა რო არ მოგეწონება ხომ ხემ დღესაც რო ვიყავით, აი თვითონ ხალხს დაინახავ გავლენიაც რაღაც და არ მოგწოს, აი ესე მიშვები ხომ თამას და ეს რა არის? ეხლა რატო თქვი, შენ ნორმა იქ არავინ არ იცოდა, ყველა დამაკვირდება, ყველა საღამოზე მაგას. უცებ გე, ოი. აი ეს ვერ ვიკებ. აი შენ რას ნიშნავს? არ ვიცი. და ხამბოზე გაიფიქრე ბიჭო ნეკაზე? აქ არ გამიკეთე? ნეკაზე და არ გამიკეთებია. ნეკაზე არის რომ რჩეცე გაგდე. ეგ არ გამიკეთებია. გაეთრი აქედა. იმის იქით. მოდი დაურეკოთ ლაშა რამიშვილს. კარგი. ბარემი მიხაუსი ჩაიდა გაღეჭე. სამშენებლო კი არის. ის მინდა ლაშა რამიშვილს დაურეკოთ მომღერალს და უთხრათ რომ პანაშვიძე გვინდა რომ მიმღეროს. რამოდენმე სიმღერა და ანუ ძალიან პატარა. მე მოდი დღესაც უწყლე. აი წამე მგონა ლაშა რამიშვილის პანაშვიდიო და. არა, რატო? იზე პანდა ბუდიტი ხოცება ხალხი რომ ვეღარ თვალს დამახსოვრებას ვინაერთოს. ლაშა რამიშვილს ურეკავთ მომღერალს, რომელსაც გვინდა რომ პანაშვიძე იმღეროს, თან ახლოა დისტანცია, მაქსიმუმ 3 სიმღერა მოასწროს. თუმცა დაელოდოთ, ნომერი დაკავებულია. Please wait. უკვე კარგია რომ ტელეფონთან ახლოს არის. აი ამანაც ხო შეაწუხა ნინო ჩხეიძე დღე და აღა მეურეკავს. ნუ რა სეტენები დაანებე ნინოს თავი რა. გამითიშო. რა უბედური ჭამა იცი. დაი რა გააკეთა. კაკცხო. ლაშა მინდოდა. ლაშა
შევარ ბატონო. ლაშა გამარჯობათ. აი სამ დღეში თუ გეცლება თქვენ აი რაღაცა თქვენი სიმღერები გვინდა რომ შეასრულოთ ჩვენთან. რომელი ბრდანდებით შემობატონო და სადმე შევასრულო სიმღერებს. მე ვარ დავითი. პანაშვიძე გვინდა რომ რამოდენიმე სიმღერა შეგვისურვოთ ახლო ტერიტორიაა. ანუ რომ დავიწყებთ გამოსვლას, აი გამოსვლიდან სასაფლაომდე რაღაც სამ სიმღერას ალბათ სეც მოვასწრებთ. იცით რა არის, მე მხოლოდ და მხოლოდ ჩალახო შემიძლია შევასრულო პანაშვიდს. ფანტასტიკურია, მიცვალებულს უხარ. და პლუს ამას უნდა აუცილებლად მაგრამ იცით რა შეაცაქმე თუ ნაზღაიძეც იქნება დიდი სიამოვნებით, ყველაფერს ვიზავ ამ. ნაზღაიძე წამყვანად არის. ვაიმე, წამყვანად არის, რა ბედნიერება და ის მეორე ბიჭი როა, კიკინიანი, რა ქვია? კიკინა. 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 კიკინა თამაზა. დიახ. აი კიკინა თამაზამ აუცილებლად უნდა იმღეროს კიკინე. არა, მე შილაფლავი ჩამოტარებაზე ვარ, ეხლა ბახსაქმეს უშევდით. ფეხზე ვტრიალებ, ასე რომ მე უნდა მოვიტანო ხორცი შილაფლავი რაც არის, აი ეს. ხაშლამა ჩამოატარო. იცი რა, მე მიმყავს ღონისძიება, შენ მღერი ლაშა და თამაზა შილა ჩამოაქვს. ჩვენ უნდა ჩამოატარო სუფრაზე. შილა, მე მეგონა ხაშლამა ჩამოქონდა, კაცო. აი, ხაშლამა არ უყვარდათ. შილა იქნება. და როგორ არის იცი, აი თამაზა როგორც ლაპარაკობს ხოლმე, ხო იცი რა? აი ეს მინდოდა რომ ელაპარაკა ჩემი სიმღერის დროს რა. თამაზად მე უნდა დამნიშნო და თამაზად მე უნდა პროტესტა ყველაფერს უნდა წარგნიდეს თავის ენაზე. ლაშა მადლობა რომ გვიპასუხე. შვიდობიანი იგრები ხარ და ოქროები ხარ. გაიხარე მშვიდობიანი საღამო. მაგრად. ეს რა იყო? ეს რა იყო? მაგარი ეგრე გაიცნე მე შენი გამოვჭად მე როგორ დავიღრიალე მაგის აღრიალებდა და იქნება ბომბა. კაი, დაურეკოთ სალომე ჭაჭუას. ბოლოს მიულოცოთ დედა გახდა. მართლა? ხო. მაგრამ იქამდე გვინდა რომ ქორწილში სიურპრიზად მოვიდეს და შალახო და ჯაივის ნაზავი წაიცეკოს. და რამდენი იქნება მისი ჰონორარი? როგორ გამოშალი მაგ ტუჩები მეკურობა? ისეთი ჩაბერე ფანდურს. არიხებს. მოდი დავურეკოთ ახლა ბაია დვალიშვილს, ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ უსაყვარელ პერსონაჟს და ზოგადად ამ ეს ადამიანი ყველას უყვარს. ხო, ბაია. და უთხრათ რომ მის შვილს ოქრო აქვს ლომბარდში ჩატოვებული, აღარ იხდის თანხას და როდის მოა პრინციპში ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთი სერიის ის არის. მომენტი. ალო, ქალბატონი ბაია მინდოდა? ბაია ვარ. ქალბატონი ბაია, გამარჯობათ, რაღაცა პრობლემატურ თემაზე გაწუხებთ. თქვენ შვილს ლომბარდში აქვს დატოვებული ოქრო, რის ფულსაც აღარ იხდის და ჩემ შვილს? დიახ. ან უნდა გავყიდოთ ეს ოქრო, ან თქვენ, იმიტომ თქვენი შვილი აღარ გპასუხობს, ან თქვენ რომ მოიტანოთ თანხარო 1962 ლარია. კი, მაგრამ რა დაბლომბარდა? არაფერი ოქრო მაგას არ ქონდა და სხვის ხომ კაი გავიგე. რაღაცა ბეჭედი არის და რაღაცა საყურეებია. ნუ საყურები დიდი არაფერი, მაგრამ ერთიანი საყურები არა აქვს ოქროსი ჩემ შულს და ბისი და ლომბარდა. კაი გავიგებ მაგას ახლავე. დაგვირეკავთ ახლავე, დაგელოდოთ? ხო, გადმოგირეკავთ. კარგით გელოდებით, კარგით. აი ეს არის ამოწყვეტა სარი. დედი გინები თუ დაგვირეკა ბაია. ნახე, შენ უფრო მეტი თანხარობდა კი. იცი 11,000 რაღაცაზე ქალი შეიშალა და ხა რომ მეთქვა 11,000 რაღაცა? მე ბოდიში 11,900 ყოფილა 1,900 რო გითხარი თქო რომ დაერეკავს. Вообще, რო დაურეკო და 11,900 ყოფილა თქო და ისა 1,900 შემეშალა თქო. არა ცოდო. ვიტიქთხოვა. კაი, რამე არ დაემართო, ზანი. აი, გვირეკავს. იმ შვილს ურეკავ.
აი მე ღმერთო თუნდაც შვილები მისაყავს და დავურეკოთ. დოლარი მომეწონა. რა ქვია, ოქროს ამბავი. ვაიმე, კაი რა დაურეკოთ მართლა ნერვიულში. სასტრაფოში არ ეკავ. ჯერ როგორც ის ვიხარი 11900. ბატონო ქალბატონო ბაია, ბოდიშით ისევ ჩვენ გაწუხებთ. ხო არ გისაუბრეთ? არა ურეკავ ახლა და არიღებს და ამხანაგთან დავრეკავ ახლა სადაც არის. იცით რა ის თანხა შეგვეშალა, ანუ 11962 ლარია. რაღაცა გაუგებრობა არის ხალხო არ არსებობს. მაგდენი რაოდენობა მე არა მაქვს ოქროს სახში და საიდან დაალომბარდებ და მეგობრებს ხო არ გამოტე რაღაცა ახალგაზრდული რაღაც ოქროულობაა სულ. ვინ მასახირებთ ახლა რომელ მიხეთქავთ გულს? არა, ლომბარდი დამრეკავთ. ჩვენ ის ლომბარდი ხახნო 11000 არა ვინ მასახირებთ ახლა გამოთხრეთ რატომ ჩუ აღარ ბაია, გადაცემა სარკასტიკი და გირეკავთ. გითხარი მე როგორ ვერ მივხვდი. აი როგორ კიდე კაი მან ტელეფონი არა იღო თორე ხო გავძრებოდი ვიტრებით მებით. როგორ ვერ გიცანით ხოლმე პროსტა აი დუღარე გადამესხა და უიმე როგორ თან გაბრაზებული ვარ მაკიზე და თანოირა სიამოვნებით გავჩეჩავდი. ვაიმე რა სიამოვნებით გავჩეჩავდი. ისე იგი გადარჩა, უნდა გვიმადლოდეს რომ არ გაჩეჩე. მადლობა. ბაია, ძალიან გვიყვარხარ და ჩვენი წემტო რეკავდით ახლა ვიფიქრეთ რომ ძალიან არი ნერვიულოსო შეცოტა შევშინდით. კიდე კაი მან ტელეფონი არა იღო თორე რა ელოდა არის. ხოდა გადაცემას უყუროს მე რაც გადარჩა იცოდე. უყურებს მეც გიხურებ და მიყვარხარ თორე. ვაიმე ჩვენ ძალიან გვიყვარხარ ბაია მშვიდობიანი ღამე. კარგად. ვაიმე კარგია მადლობა რომ დამაწყდარეთ. ნახვამდის. ამ ტელეფონს ვერ უგებ, როდის უნდა გაიწვო. ანუ ეს იყო სპონსორი სად არის რა გამოჩდი შევცვალოთ აი ეს რა. ტექნიკის მაღაზიებო, აბა გააქტიურდით, თუ გინდათ რომ ჩვენ გადაცემაში თქვენი რეკლამა წარადგინოთ და ჩვენ გავაჟღეროთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ტექნიკა მოგვაწოდო, ლეპტოპიც გჭირდება, ტელეფონიც გჭირდება და სხვა უმრავი რამ. ასე რომ ხარისხიანი რეკლამა არის ჩვენთან გადაცემა სარკასტიკაში. პილასოსიც გვინდა. ტვერსასრუტიც გვინდა. კარგი, ეხა დაურეკოთ ზაზა ფაჩულიას. სალომე ჭაჭუამ გიპასუხა? სალომე ჭაჭუამ ვერ გვიპასუხა. პრინციპი სალომე ჭაჭუას აქედან ულოცავთ ბავშვის შეძენას, ჯამთელი და ბედნიერი ბავშვი ყავს. შეძენას რა არის? ყიდეს თუ გაჩერდა. შეიძინა, ეს შებაიმე შეძენას კი. შეძენას. შეძენა, ანუ ბავშვის დაბადება. შენ თამუნამუნაში ყوار გერევა. ბავშვის დაბადებას ულოცავთ სალომეს და ჯამთელი და ბედნიერი ყავდეს. კაი. ეხლა მოდი დაურეკოთ ზაზა ფაჩულიას. წესით აქ არის რაღაცა იმას აშენებენო. ტრამ თაუერს თუ ინჩი თაუერს თუ რაღაცას. ხო და იქნება და გვიპასუხოს. ტრამ თვითონ ეს აშენებს ზაზა ფაჩულია ტრამ თაუერს? რაღაცა წილში ყოფილა თუ რაღაცა. ნუ ეგ ჩვენი საქმე არა, ეგ უფრო ნოდან მელაძის საქმეა, ჩვენ სხვა ფორმატი ვართ. ვურეკავთ ზაზა ფაჩულიას. როგორ მინდა მეც ბანკისტარი წარმატება. გაგვითიშა. გვინდა რომ მარშალ გელოანის გამზირდეს სტადიონი, რომელიც არის მისი სახელობის უბანში, გვინდა რომ პატარა ხელეხის უფლება მოგცეს. გვითიშავს. გაგაკეთოთ. მოდი კიდე პრინციპულად დაურეკოთ. კაი ნომერი აქვს. არ ექნება უჭირს ძალიან. როგორ აქვს ესეთი ნომერი? პრინციპულად ურეკოთ? კი. ამოამწარა ზაზა ფაჩულია. სოფაჩი ფუჩი გაუდის ახლა. იქება ტრამპი ურეკავს, ვერ გავიგე, ხო უნდა უპასუხოს ქართული ნომერი და. 5 ლარიანი ნომერი მოიტანე რა ტრამპი ვინგი პასუხებს. რამე ძვირიანი ნომერი დავითრევთ 500 ლარიანი. 500 ლარიანი. 500 ლარი ქონეს ტელეფონში. ნუ არიღებს. ზაზა ფაჩულიამ პრუწი გააკეთა. ვურეკავთ გიორგი ცინცაძეს, საქართველოს ნაკრების წევრს, კალათბურთელს, რომელსაც გსურს რომ მოგვინათლოს ბავშვი, რომელიც არის 40 წლის, რომელიც გიждდება და მისი პლაკატებია გამოკრული სახში. ამ შემთხვევაში ბავშვი არის თამაზა. და ცოცხალთან არ ვინათლებოდი რომ მაგას მოვენათლე. ეხლა უნდა შევიცვალო. ალო. 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 გიორგი მინდოდა. გიორგი ვარ.
გიორგი გამარჯობა პატარა თხოვნავ გვაქვს აი ცოტა ხნით შეგაწუხებთ 2 წამით ჩემი შვილი გიждდება თქვენზე და ძალიან გვინდა რომ მოგვინათლოთ შვილი და თუ არის შესაძლებელი რომ აი მონათლოთ თქვენი პლაკატები აქვს ოთახში გამოკრული სუიძახის გიორგი მინდა გავიზარდო ალო არა როგორ აი თუ გინდათ ბავშვს დაგალაპარაკებთ თვითონ აი გიორგია გამარჯობა როგორ ახართ ალო მე მგონი ვიცი საერთოდ შეგავთ აბა გიორგი გიждდები თქვენს შეგიძლიათ რომ მომნათლოთ ზეგ აბა მომიყევით თავარია მომნათლოთ და ყველაფერს მოგისმენთ რაც არ უნდა თქვათ სტუდიის გარშ მოგიწევით გავახართ როგორ ვიქნები მოსანათლი დარჩი ისე გიორგი სალამი როგორ ახარ გიო კარგად თავადავახართ ხო არ გაგაღვიძეთ არა ცოტა ისე ვიყავ მიძინებისკენ მაგრამ ეს ცნობილი ხალხი არ ოქროს გაღება არ უნდა რომ იციან რომ ოქრო გაძვირდა აი ცოცხალი თავი ლაპარაკობდი თქვენზე და ხმებს იცლიან და მაგითო ცოტა დავეჭდი თავიდან ო აი შევიცვალე ხმა ვირმა ვერ შეიცვალა მაგითოს მე მომიწონი მიდი გიო გლიჯე გიხვეწები გადაცემაში ჩავსოთ რა ანეკდოტია ისა ბაშო მომინაცვალე და სარ მოუყმაო ჯანალი აი ტოპში ხარ გიო მადლობა ზარისათვის და მაგრამ მე ცოტა დავეჭდი ხმაზე და მეთქი არა ფანტასტიკური ანეკდოტი გამოვიდა მადლობა მშვიდობიანი ღამე კარგად პრინციპში კაი ანეკდოტი იყო რა ჩვენი გადაცემის სპონსორია პარკ ჰორტაჭალა რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე სივრცე სადაც შეგიძლიათ იყოთ ქალაქის ცენტრში ამავდროულად სიმშვიდეში რაღაცა თვალებით ისე ვესაუბრები ამათ ვაბავ ხალხს რა გაჩერდი ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად თუ გინდათ მოგზაურობა ესტუმრეთ გიორგი პარის მიხაუსის ჩვენთან ერთადა რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში ანათებს არ ხრება მანათობელი ვარსკვლავით თან ხა სეზონია გავაფუილებ სარემონტო აი ზაფხული რომ მოდის ყველა სახლებს არემონტებს აშენებს და ასე რომ ძალიან კარგ ფასში არის როგორც სარემონტო ასევე სამშენებლო მასალები და ესტუმრეთ მიხაუსს კარგი ჩვენი გადაცემა იწერება პოდკასტ პოინტში სივრცე რომელშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემა ასევე პოდკასტები უამრავი არჩევანი თქვენი სტუდიისთვის რა გემრიელი ვაფლია სანტობის ახალი ხო ხრაშუნა ჩაახრაშუნე პირი ცოტა უნდა გააღო ამას რო ახრაშუნებ ცოტა შეჭემა დამუწული პირით რაც გაიგე შეგახ ნაწვალები ტუჩები კაი გავაგზავნოთ ზარები და დაურეკოთ ეხლა მსახიობ ია სუხიტაშვილს და უთხრათ ის ცხოვრობს ნიუ ჰოსპიტალთან ახლოს და ვითომ ნიუ ჰოსპიტალში აღარ ყავს პაციენტების ადგილი არ არის და იქ თუ შეიკედებს 1-2 თვით პაციენტს ყველაფრით უზრუნველყოფთ. ია გამარჯობა როგორ ხართ? კარგად. ნიუ ჰოსპიტალიდან გიკავშირდებით პაციენტი მოყვავს თქვენთან რამდენიმე დღით და ხო სახში ხართ? კი სახში ვარ, მაგრამ ძინ პაციენტი მოყვავს. თამაშა შენ ხარ ხო? ვაიმე, ია ისე ჯაჯა. ხარ შენ ხმას როგორ გოგო ისეთი ჯაჯმა ვისაკონა მოფიქრებული რომ ნიუ ჰოსპიტალში პაციენტი მოყვავს და შენ ჰოსპიტალის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობ მე ვიცი გოგო ვიცი და მაგიტო ცხოვრობია მაგიტო გირეკავდი დაბლა რო კაფე იყო და ლამაზად რო იჯეკი ხომ და ყავას სვამდი სულ გიყურებდი შოიდან და ვიძახდი რომ ნეტა მეთქია სახლიდან თუ გავიქ და მე მაშინ გებიყავი და ვიცი როგორ გამიხარდა მიმღები რომ გადაიტანეს მე სხვა მხარეს შენ დინახა ყველა ტრაგედიის მომწრე რომ ვიყავი აუ რა კარგი ისტორია ქონდა არა და მაგრამ ვერ მოვითმინე და დასღაიცი ამობიშირდა არა გიქსანი ხა ჩავიწერ შენ ნომერი ეს არის სარკასტიკის ნომერი ოღონდ ოკეი კაი გიორგი ჩემგან დიდი მოკითხვა ია გვიყვარხარ ძალიან მე ჩემო კარგებოდა ჩემო მხიარულებოდა პოზიტიურებოდა კბილებში ვაფლი ხوارა მაგ არა
არ შემოგიხედია. ურეკავთ მანანა კაზაკოვას ჭოლას მეუღლეს მეტყველების მასწავლებელს და ვთავაზობთ კრუელას როლის კრუელა არა კუანა კრუელა ბიჭო. როლს დამტკიცებული. მანანა ქვია. მანანა კაზაჩუკი. კაზაჩუკი არა, კაზაჩოკა. ალო? ქალბატონო მანანა გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. კარგად? ხვალ შეგიძლიათ უკვე გადაღებაზე რომ მოხვიდეთ, კრუელას როზე ხართ დამტკიცებული. ბატონო? ვის როზე? კრუელა. კრუელა. აბა მათები მაგიტო ხო შეიღებთ რომ კრუელას როლზე უნდა გეთამაშოთ. ვარ კრუელა ვარ. ფაქტიურად. ხალ მოგზა. ესე მეძახის კრუელა ყველა ბავშვი მეძახის და ის რო გამეცინა და ხა თქვენს. მე ხარწყის მე მიყვარს ზაღლები. ხვალ 2 საათზე ხომ მობზანდებით? რას საუბრობდით უკაცრავად ვერ მოგისმინეთ. ხვალ 2 საათზე რომ მობზანდეთ. შადინა მობზანდე მე მიყვარს ზაღლები. ყველა კრუელას მეძახის თქო. პატარა ბავშვები ქუჩაში ყველგან. ზესტაფონის 42 ნომერია. აუცილებლად მოვალ. გიჟდებით თქვენზე რომ იცოდეთ მიყვარხართ უკვე. ვაიმე ეგრევე მივხვდი ვერ მივხვდი. მადლობა დიდი განანა რო გვიპასუხე ძალიან დიდი მადლობა. მიყვარს იუმორი. ძალიან დიდი მადლობა მშვიდობიანი ღამეს ჭოლას მოკითხები. ასე მაგრები ხარ. კარგად. ნიჭიერები კარგი დროებით. ნახვამდის. ეს შუა გზაში იკრიჭება. ანუ აი სოფლის ცხენივით გადმოგდებული თელი პირი. შენ ბულინგს თავი დაანებე თორე შენ შეიძლება რეიტინგი დაგივარდეს, იმიტომ რომ ხალხი ვერ იტანს მე რო ვიჩაგრები. შენ რაც დავარდნილი გაქვს ისაცია რეიტინგი. არა. საწყალო. დუტას უთხრათ რომ შენ რო ტექნიკას არ ეკლავებ, გადამეწვა და აღარ მიკავშირდები. არა ტექნიკა ჯო. ალო. დუტა მინდოდა. მე ვარ? დუტა გამარჯობა საღამოშვიდობისა. იცით თქვენ რო ტექნიკას არ ეკლამებთ, ის შევიძინეთ ის ტელევიზორი და გადაიწვა. და როდის შეძლებთ დაიბრუნოთ? ალო? ხო. როდის შეძლებთ ტელევიზორის დაბრუნებას? ზავში ხვალ მომიტანა შემოგევდა. ჩვენ მოვიტანოთ კიდე ტელევიზორი, რომელიც გადაიწვა, ბავშვი ტირის. ჩამირდეთ სამაშ ბალდარი. ძუთა სალამი. გიორგი ნაზღაიძე და ვაიმე აი თამაზა შევხვდი როგორ გიროდა. თამაზა ისეთებს აკეთებს რომ აი რო გინდა რომ თავი შეიკავო და არ იცინო არ გამოდის. როგორ ახარ დუტა? კარგად, აი გაგვახსენდა რომ უნდა აუცილებლად დაურეკო დუტასო გადაცემაშიც მოვიწვიო. ხო იცი შენ ახლა ისეთი პერსონა ხარ რომ ცოტა გვერიდებოდა შენთან დარეკვა და ვიფიქრეთ რომ ცოტა ხანი გავიდეს ამ გადაცემა მოიხვეჭოს ცოტა სახელი და მერე დაურეკოთ. მეტი რა გამოხვედით თუ არა მოიხვეჭეთ. დუტა მადლობა რომ გვიპასუხებ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მეტი გენაცვალეთ. მოდი სასწრაფო წესით ახალი ნიუსი შემოგვივიდა თამაზ ელიზბარაშვილმა, ძაღლების მოყვარულმა თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ჩვენი ვიდეო, ვეფხის ტყაოსნის სკეჩი და იმაზე დაწერა მე მგონი ტყენო. ხო? ხო. მოიცა ხო ესია. ოღონდ მე გადამენი ვინ არიან? გონი სტყნამენ. სტყნამენ. ურეკავ თამაზ ელიზბარაშვილს ფოტო უყენე წლდა რომ ამბობ. ტიტველი. ურეკავ თამაზ ელიზბარაშვილს რომელმაც ალო თამაზი მინდოდა? ბატონო თამაზ თქვენი ვიდეო ნახეთ სარკასტიკის რაც გაქვთ გადაზიარებული ვეფხის ტყაოსნის. დიახ, აი რო თქვით რომ მე მგონი სტყნამენ. ხო სწორედ ვიძახით? და საიდან გამოიტანეთ ეს დასკვნა რო გითხრათ?
მე თქვენზე კი არ გავიწერე. თქვენ მეტმა დაგიბადოთ, კაცო. მე აი ეს ვიგულისხო, რომ ეს ტურვას ამბავი ვიგულისხო, თქვენაში ვარში ხარ. და რობერტ ტურვას ვიდეო რო დაგედოთ არ ჯობდა ამ შემთხვევაში თვითონ ლევანის ის ვერ ნახე, თუ გამომიგზავნა იმას ავიღებ, იმას დავდებ, კაცო. ის არ მინახე, უბრალოდ გაგონილი მქონდა, ნანახი არა მაქვს. და კომენტარები რო წერია ჩვენზე მაგალითად ამაზე რას ფიქრობთ? კომენტარებს რო წერე მე. აი კომენტარებს არ მინახე, კომენტარებს შემოგვითა. რესერვერზე დაგაგული არ მინახე. არის კომენტარები რა? კი, კომენტარები ახლა ჩვენ წავიკითხე და რა ვიცი, თუ დაინტერესებული ხართ, რა ვიცი, მესამე შეგიძლიათ იყოთ. აი, კომენტარებსაც პასუხობთ თან თქვენ აქტიურად. აი, კომენტარებს ალბათ ჩემი უბრალოდ ბიჭი პასუხობს ეგ არის. ექცეს ხოლმე. ნუ ბატონო თამას, თუ დაგაინტერესებთ, მესამე შეგვიძლია დაგიმატოთ და გაარკვეთ არის თუ არა და ასე შემდეგ. არა, გასა დასაბარებო, მე ხალები დიდი მოყარული ვარ. დამიფაროს. კარგით. ნუ მაინც თუ რაღაცა იფიქრეთ. შვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის. გაიხარა, ასე. რაღაც გინდა ნიუსი მესამეთ დავიმატეთ და მოკლედ ეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ თამაზ ელიზბარუშმა ჩვენ ვეფხისტყაოსის სკეჩი გააზიარა თუმცა ვითომ ვერ ნახა თვითონ ანუ ჩვენზე არის ფიქრა ანუ რობერტ სტურვაზე უნდა და ეთქვა რობერტ სტურვაზე ფიქრში ჩვენ ვიდეოზე გადმოვიდა ანუ ჩვენი უფრო ისეთია დამაჯერებელი და ეროტიული ვიდრე თვითონ სახეობების შესრულებული კვაყოფილი ხარ არ დაგჩაგრე კი მე კიდევ ნერვიულობდი ანუ კარგი ვურეკავთ გუბა სანიკიძეს და ვეუბნებით რომ მისი მოტანილი სპერმა აიჭრა და ამის მერე თუ შეიძლება რომ ან მაცივარში შეინახოს ან ბნელ გრილ ოთახში რა ქვია სახელი გუბაზი პოლიტიკოსი გუბა სანიკიძე გუბაზი არ გაგეცინო ძალიან ისეთი ხმა ამაზე ხა სპერმაზე მე ისეთი მძიმე თემა რო არ მეცინება ბატონო გუბას გამარჯობათ როგორ ხართ ხსალიათ კარგად ვინძამდება კლინიკიდან გიკავშირდებით თქვენი მოტანილი სპერმა აიჭრა და ხო სად ინახავთ რომ ან მაცივარში შეინახეთ შენ გინი ხარ ახარ ვეღაცა ხარ ბიჭო არა აჭრილი მოვიდა და სად მზის ოთახის ტემპერატურაზე ნუ გიდევთ დაურეკე გაითიშა უთხარ გუბაზის კარიერა დავასრულეთ უთხართ გაითიშა კაი მაშასე მე შემიძლია თქვა ხმამაღლა რომ დღევანდელი გადაცემის ზარების აი ძალიან მაგარი ნაწილები გვაქვს შედგა იყო გინება ფშნალეცვა იყო ოქროს დალომბარდება და ასე შემდეგ ნუ ფანტასტიკური ზარები გამოვიდა ახლა სანამ გადაცემის სტუმარს გამოვაცხადებთ მინდა გითხრათ ის რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი პრემიუმ ხაზი ვაფლები პრემიუმი კლასიკი შოკოლადის კრემით ყველაზე ხრაშუნა სანდომი უგემრიელესი შეფუთვები უგემრიელესი შიქ თავსით ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია პარკორ ტაჭალა სივრცე რომელიც მდებარეობს გორგასლის 105 ნომერში თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში ასევე გეტყვით რომ Flame Food-მა გახსნა მეორე ფილიალი ბაზისუბანში რომელიც მდებარეობს ზურაბ ბეგიაშვილის 32 ნომერში ეს ციფრები რო დაგემახსოვრებინა და რო არ ჩაგეხედა ბატივით იმაში ახალი ლოკაცია ბიჰაუსიც აქ არის პოცისაც ვაფუილებთ და ცხოვრება გრძელდება ბედნიერად სტუმრის დროა ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ ბევრი ორჭოპობა იყო აქედან და იქიდან მოგვეყვანა, არ მოგვეყვანა, კარგი იქნებოდა, ცუდი იქნებოდა, თუმცა მე ვთვლი რომ აი ეს ადამიანი სავსეა თავისი ცხოვრების რაღაცა ამბებით. სკანდალურია. ჩვენ გადაცემაში ვიწოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელსაც ვთვლით რომ საინტერესო და აქტუალური იქნება. ეს არის ადამიანი მსახიობი?
ხო, მსახიობი მომღერალი. მსახიობი, მომღერალი, ექიმი, მოცეკვავე, და მე მგონი ეპატაჟურია რაღაც. ეპატაჟური და მოკლედ დიდი რო არ გავაგრძელოთ, ბევრი საუბარი. ჩვენი სტუმარია პატა თედიაშვილი. ამას სანამ სტუმარს წარვადგენთ, მინდა გითხრათ, რომ 2 მაისს წეროვანში, Golden Laguna-ში იქნება დაუვიწყარი და ჭკვიალა გეცპი ფარტი. ამერიკის 20-30-იანი წლების ბევრი ცეკვა და ემოცია. სასწაულის აღმოიქნება სპექტაკლი Chicago GP's Jazz Band და ლუკა ლუღურცკაია მოძრაობის თეატრი და ცეცხლოვანი შოუ. Mr. და Mrs. Gatsby, ილო ბეროშვილი და მის მეუღლე ანი ბეპია. სასწაულის აღმოგელოდებათ, მეგობრებო, წადით არ ინანებთ, დაუვიწყარი იქნება. მისამართ ამოვანათებთ. კარგი. ახლა სტუმრის დროა. გეშინია? ყველას რო ვეუბნებით აქ. შენ გეშინია. წინა სტუმარს არ ეშინოდა. მართლა? იმიტომ ბედნიერია. არა, ისიც მაინც დაწყენი, მოწყენილი წავიდა ჩვენ. რატო? კაი, ეხლა შენ გამოგაცხადე ექიმი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ეპატაჟური. ეპატაჟური არის ნამდვილად და დაანჩენი მეკითხები? ხო, არა, თვალებში გიყურა, აბა რა ის რა ჩამოვთვალე. ისე ნერვიულებს რა უთხარი ვერ გაიგო. დავიდა რომ ანუ ეპატაჟური ნამდვილად შენი რეგალია და დანარჩენი რეგალიები ექიმი, თერაპევტი. იყავი. კი. მსახიობი? არა. ნუ ეხლა მოცეკვავე იწერება რომ მოცეკვავე მსახიობი ესეა. ქორეოგრაფი. ქორეოგრაფი, სიმღერების ავტორი, ტექსტების ავტორი, კოსტიუმების ავტორი. ნუ რავი, ეხლა ძალიან ის არის პოლიპროფილური. კაი, დღეს ხარ ქორეოგრაფი და მომღერალი. დღეს ვარ ქორეოგრაფი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მაქვს საკუთარი სიმღერები, ტექსტები, რა, ვხატავ კოსტიუმებს და რავი. ანუ პირდაპირ სიმღერები დავიწყოთ, ესე იგი განხილვა, ესე დავიწყოთ. იცი რა, რატო წინასა რატო? რა საქმიანობ დღეს? არო შენი მთავარი შემოსავლის წყარო არის ქორეოგრაფია. არა, სექსი. სექსი. მეძავოთ მუშაო? კი. გამოძახები. სად? სად? თამაზე მინდა დავასაქმო და თუ არის რამე ისეთი სანდო ადგილი? კი. მოდიან თუ შენ მიდიხარ? მე მივდივარ. კაი, ნუ გეშინია, გაიხსენ. გაიხსენი. იმედია არა ხარ პატიო ესეთ შეშინებული და ისინი არ ნანობენ. რა შემოდის? რა ვიცი, დავწვე, აქ თუ მიდგეთ რა. ისე რამდენი შემოსავლიანია, მართლა. 1 საათი, თქვა. ნუ გააჩნია ვის ემსახურები რა სეგმენტს. და რა სეგმენტი დადის? კი არ დადის, გამოძახება ძირითადად არის სახზე მისვლი? ხო, ნუ მატერიალურად შეძლებული, მაგრამ შედარებით ახალგაზრდები. მოიცა ეს შენი ის სტატისტიკა 600 ქალი მყავდა ჩემ ურთიერთობაში, ეს შენი საქმიანობიდან გამომდინარე ითვალე ბუღალტერიაში. მაგით ვიყიდე ბინა 2 ცალი, მაგით წერ სიმღერებს ვიღებ კლიპებს და ეგ არის ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო. აი ყოფილა მომენტი რომ მიხვედი პარტიოთან ფულიც გადაგიხადა, მაგრამ აი არა გიდგა. ბაცი რა, მასე შემთხვევაში მე ვარიაციებია. ვაიმე, როგორ ვინერვიულებდი. ვიცოდა რომ გადაცემაში ვზივარ და აი რაც ვიცოდა რომ ამას ამოჭრით ხო? რა თქმა უნდა, არა მოუჭრი არაფერ. აი მაგდროს რა გააკეთე? მოდი ეს თემა გავშალოთ, უკვე დათქვამი მაგდა. რა უკან ეგარ დავა. ცირა უამრავი დაკმაყოფილების გზა არსებობს. სხვა რაღაცა არ ვიცი. სათამაშოები? არა მხოლოდ სათამაშოები, ანატომიური. რიმა 2 პირის კარიბჭე. ეგ რა არის? ისენა რომელიც არ გიჩერდა. მოიცა ეგ რა არის? პირის კარიბჭე რა არის? პირის კარიბჭე რა? პირის კარიბჭე არის, სადაც ბაგები ერთმანეთს ხვდება და იკეტება, როცა იხსნება, ანუ პირის კარიბჭე გაიხსნა და ენა გამოვიდა. კოლინინგუსი. კონილინგუსი? აი აუხსენი რა არის? მოდი დაჭიქია, გადაშალები. შემეშინე ფეხები ცნობენ რა მაგაი აი მაგ შეკარ გადააჯვარედი შემეშინე მხარად
მე მწყვენე მე აღარაფერს აღარ შევეკითხები. კაი, მითხარი ეს 600 პარტნიორი საიდან წამოვიდა? მართლა შენი საქმიანობიდან ბუღალტერიას აწარმოებდი თუ ის რა იყო ეს 600 პარტნიორი? ხო, ანუ მაქვს ჩემი წიგნი, სადაც ვაკეთებ ამ ჩანაწერს, გარდა ამ სახელებით და გვარებით ჩანაწერების. სახელი და გვარებით წერი ასაკი და კი და შემდეგ ისტორია, როგორ ხდება, როგორ ავედი, როგორ წარიმართა პროცესი, რამე დარღვევები ხო არ იყო დაუშვათ სექსუალურ ქცევაში. ექიმთან არ მიგიმართავს ამ საკითხით? იცი რა, ჩემთან მოდიან ძირითადად. და შენ რომ მიხვიდე ამ საკითხით? აი ნათია ფანჯიკიძესთან ვიღაცას, მაგრამ შეშინდე გაიქცევენ ოთახიდან ისინი. აი არი ღია დატოვეთ რამე შეიძლება. ანატომია ყოფილა ისეთი რომ დარღვევა გქონდა სერიოზული და ნუ არის მსგავსი ანატომიური თავისებურებები, რაზეც საუბარი ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ კაი, ეს 600 შეიძლება ადამიანი- ვიღაცას ძალიან ისე მოხდეს გული. ეს 600 ადამიანის რაოდენობა გაიზარდა? გაიზარდა, თუმცა რაღაც ტაიმაუტი არის ახლა ბოლოს. რატომ ვღაც? შენი თუ იმის? ნუ 1001 ღამე უკვე არის. რამდენი? აღმოსავლური ზღაპრი. ვაი, რამდენია ხა ბოლო აღრიცხვით? ნუ 1500 არის. 1500 არის, პარტნიორი. კი. არის უკვე, თუმცა ის შედეგი რაც ვახსენე, მაშინაც მცდარი იყო ცოტა დაუკელით ამ დაბლობით. ეხლა მე გოგონები არ შევაშინო, იქ სადაც ვიყავით და მე რო დავჭექი ვიფიქრე რატო ხარ დაუნდაბალი. ამ პრაიმ-ჰაუსში აბა როგორ გაჩერდი ახლა სექსუალური ურთიერთობის შენ გარშემო? მიგითხრა რომ გავჩერდი. ვისთან ქონდა ურთიერთობა? ეს კონფიდენციალურია. პროექტის მონაწილეებთან? მე როგორც ექიმს, რომელსაც ჰიპოკრატეს სპიცი მაქვს დადებული ხარი, ასეთი ხო და პუნქტი. ისე პროექტის მონაწილეებთან ქონდა? კი. პროექტის მონაწილეებთან ქონდა პრაიმ-ჰაუსში? ის ფული თუ თვითონ პროექტშიც იყო ასეთი კადრები, რომელიც ამოჭრეს შემდეგ. ის დაუბაბანე. სხვა შორს იქ იყო ასეთი ოთახი მასტურბირებისთვის. სადაც შეგვეძლო შევსულიყავით და დაუკმაყოფილებულიყავით. ბიჭო, პრაიმ-ჰაუსში ვიყავით, მე იქ ოთახი არ მინაღია. თქვენ სხვა შოუში იყავით. ესენი იყვნენ იმაში. შენ ვიყავით პრაიმ-ჰაუსში, ესენი კი არა პრაიმ-ჰაუსი იყო ესენი. რომელი ოთახი იყო არ ვიცი. სულ მართვალე. არ წამყვანი ვიყავით, არ ვიცი. პრინციპში მე რატომ უნდა ვწოდნოდა ეხა ესენი თუ შეგრიალდებოდნენ შიგნით. აი მაგალითად 1 საათი მაინც რა ღირს უგორმე, სულ მაინტერესებდა. ნუ გააჩნია რა სურს და აი სრული კომპლექტი უფრო ძვირია და დაუშვათ მხოლოდ ორგაზმამდე მიყვანა შედარებით იაფია ეხლა. მაგრამ მსგავს შემთხვევაში ჩვენ არ ვახდენთ ეაკულაციას, იმიტომ რომ დღეს შეიძლება იყოს რამდენიმე და რა ღირს, აი რა ღირს, შენი $500-დან ზე. შენი მომსახურება $500. იმდენი ძულები არ გეტკინა, შენ ხა $500-ზე გიხდიან. თავისი ძვლები გაახსენე. აი საერთოდ შეთანხმება არის რომ $500 მოგცემ ორგაზმამდე. მართლა იწერდა. $500 მოგცემ ორგაზმ და ვერ მიიყვანე ორგაზმამდე, რა საშვები? არა, არ არსებობს, არ მქონია პრაქტიკაში. არა? ნუ ან ორგაზმია თუ არის, მაშინ ის ჩემი კომპეტენცია არ არის და მსგავს შემთხვევაში ურჩევ რომ მივიდეს სექსოლოგთან, ხო? აი მე ხატი წერეთის მოყვანა მინდოდა გადაცემაში აღა ხატი წერეთილი ისეთებს ყვება რაღა უნდა მოყოს ახლა ისე შენ ისეთი რაღაცები მოყევი რომ ამან ისეთი რაღაცები მოყვა მე გავზარდე ნახევარი ხატი წერეთილი ეს ყოფილი უფრო ადრე დასაჭერი ის ისეთი დაბნეულია პოცი მიაწოდეს დავიბენი გააფუი ამა რომ მითხა დაჯექდე ფეხები გადაჭრა ჩათვალეთ რომ გურუ ყავთ ეხლა სტუდიაში თქვენ აი ამ პროფილის და უი ამის გურო არ გაიშვა კოლეგი ლაპარაკობს და მე ბოლოს კაი აი ხლა მითხარი შენი სიმღერების ამბავი აი ყველა სიმღერაში შემოვიდეს გავიდეს მაყჩობელა გველმა გაისრიალა აი რა ძინ აი ტექსტები რა არის დადე მაგიდაზე იყოს მინდა შემოვიდე ამაღამ შენში ანუ ინსპირაციას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი ну შეიძლება იყოს რაღაცა გაიარო ქუჩაში რაღაცა ხმა გაიგო გაიარო ვიღაც რაღაცა საუბრობდეს პერსონალური საუბარი იყოს უყურებდე ფილმს, სადაც რაღაცა იყოს ფრაზა ისეთი ახსენები, რომელსაც მომენტალურად შექმნეს. აი, რომელ ფილმში იყო ეხა იქ ფრაზა? ძინძინ? ძინძინ არა, ძინძინ კაი, შეიძლება იყოს სადმე მაგალითად რაღაცა უნდა შემოვიდე. ხუჩაბაჭი. აი, მაგალითად გველიო თუ რა გაქვს სიმღერა? მუსიკალური გველი. მუსიკალური გველი. ხო, ეს იცი რა, უფრო აქ ფილოსოფიური დატვირთვა აქ ამ საკითხს, იმიტომ რომ გველი თავისი პოზიციით, თავისი მოტორიკით ჯერ ერთი რომ ძენია ზოგადად ძენია და შესაძლებელია რომ გველი შესრიალდეს ყველგან იმიტომ რომ შეიცვალოს ანატომია შენზე მღერი თუ შენ სასქესოზე ორივე ერთად ნუ გააჩნია ვინ როგორ გაიგებს ანუ სრიალებ ხომე ხო აბა მაგის გარეშე არა პროსტატის წვენი ხა ხო არის წინამდებარი ჯირკვალი გამომუშავებს სითხეს რომელიც ხახუნის ზედაპირს ამცირებს და ეს ანატომიურად ბუნებრივად ყველას გვაქვს ну თუ ვიღაც არ გამოეყოფა ამ პროცესში, ეხა დარღვევა არ არის დიდად, მაგრამ სასურველია რომ მიმართოს კომპეტენტურ იმას.
კაი, ის გაიბნა უკვე, აიჭრა კიდევაც, ჩამოიშალა ის კიდევაც. მაინტერესებდა, რაღაცა ფაფდიდისის რო იყო, იმას რო ასხავენ. რა ქვია? იზეთებს და იმებს ხმარო, აი რო დაასხა იპრეულ და გასრიალე და იცი რა, მოთხოვნილების შესაბამისად, ინდივიდუალური. იცი რა, ზოგადად ეს ზეთების დამარბილებლების ხმარება. ეხა მივხვდი, მაგიტოა, კაი, ეს ზემოდან დატოვებული რომ ამის იქით უზეცის ხა. ხო, არის ასეთი მომსახურება, სხვა შორის რაშის ყუდი და მე დამაქვს ხოლმე ჩემი ნაწნავიც. ანუ ეს ჩინური ხელოვნებაა მასაჟის, ვიმაგრებ ხოლმე აი ამ ადგილზე, რომელიც მაგ დატოვებული და ამ ნაწნავს ატრიალებ და ამ ნაწნავით უნდა სცემო, ანუ ურტყა მას, ვისაც უკეთებ ამ მასაჟს. მოდი კადრები გადავადოთ, შე რაღაცა კადრები გექნება ის. ისე არ მოხვიდოდი. იცი რა მითხარი? ერთ-ერთ გადაცემაში იყავი მისული კილტი გეტყო, ხო სწორედ ვიზახი. და წამყვანი რაღაცა გთხოვდა რომ ეს კილტი აგეწია. ხო და მეც ავიცი. ხო და რა წამყვანი რატო ითხოვდა ამ კილტის აწევას? გთხოვთ ჩაიდინოთ საზოგადოებისათვის საინტერესო ქმედება. სად არის საზოგადოება ამისთვის? ნამდვილად? ვაი, მე? ნუ ინტერესი ალბათ, იცი რა, მამაკაცებსაც აინტერესებთ ხოლმე, როგორია ზომები, თავისებურება, ფორმა, რა შესაბამება ადამიანის ანატომიას, მიხდი, ანუ გონი იმალება, აი რო ეს კილტი რო აიწე, შიგნით ტრუსი გეცვა, ხო? არ მეც. როგორ აბა ეს ბლარი დაადეს. არ მეცვა მართლა. არაფერი არ მეცვა. არ მეცვა და მაგაზე იყო ძალიან დიდი ამბავი, იმიტომ რომ შემდეგ ტელევიზიას მიმართავენ, რაღაცა მოითხოვენ დაბლოკვას გადაცემის. წესით რეალურად უნდა ყოფილიყო. ანუ ეს აიწია და წამყვანს იმან ხელი დაუქნია თუ რა მოხდა იქ? ეს სული შეუბერა. იმიტომ რომ ეს ხო ნიავზეც რეაგირებს ზოგადად და. ნიავზე რეაგირებს ეს. კი, აბა შეუბერა. შეაბერინე? ხო. იცი კიდე რაღაც რას იცახდი რომ აუცილებელია რომ სულ ნიავში გქონდესო და რაღაცა. ხო, ანუ ზოგადად არის ასეთი მედიცინაში, რომ სასქესო ორგანო ფეხებს შორის ანატომიურად იმიტომ არის, რომ აი სიარულის დროს უნდა კანალდებოდეს, ნიავდებოდეს და ამ დროს ხდება სპერმატოგენეზის პროცესი. ამიტომ არ შეიძლება მომდგარი ტრუსების ხო, ეხლა რა თუ არ გაცვია ეს კილტი მაშინ. თუ ესეთი კარგია. იცი რა ჩემიანები ხართ და ვფიქრობ რომ დაგინდა. არა, რატო არ დავდივარ ზოგადად ქუჩაში რატომ არ დავდივარ? კილტის აწევა და შებეროს არ მოვითხოვდით, მაგრამ ნუ შენთვის თუ ჯანმრთელობისთვის შეგეძლო შეგეძლო. საცვალს არ ვიცვამ და ისე დავდივარ ზოგადად. ნუ ირას იცახე. თამაზეცაც არ აქვს შე როგორ გაკედრება? იცახი. თოთე მეტროს იგი მაქცია მოხლება. აღარ ჩაგიშვება, როგორ გაიგო? კაი, რა მითხარით? ბატონო. აი ხა ესეთი გამოსვლები რო გაქვს, ხო? აი ეს ეპატაჟური მე არ გეშინია, მაგალითად გარეთ რო გადიხარ, მაგალითად რაღაც ხო მილიონი ადამიანია, ხო? ხა მოგისმინა აგრესია გაუჩნდა. იცით რა მიფიქრე ამ საკითხთან და ჯერ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ეს არის წამიერი რეაქცია გაღიზიანებაზე. და ხშირ შემთხვევაში ეს გაღიზიანება არის ადეკვატურად გამოხატავენ ამას, ხშირად ვერ გამოხატავენ. ხო, როგორც შეუძლიათ ეს შემთხვევა, მაგალითად აი შენი მაგალითად სიმღერით გამოსვლიდან საქცელით, მე რაღაცა პრობლემა შეგვიძლია. არა, მხოლოდ კომენტარები, რაც წამიკითხავს, სხვა შემთხვევაში დაუსვამ მკითხვა, რომ აი რატო ეს სიმღერებს ვეროდი რეპერტუარს მე რა მოხდა და რაღაცა. ხო რა დაგემართა? ხო არ ეტყვი ყველას რომ შენ ხო რა დავემართა რომ მე ავათო. ვიცი, გარეთ კილტი დადიხარ? არა, გარეთ არ დავდივარ. აბა როდის ეხა 2 საათის ლექცია წაგვიკითხე, როგორი ჯანმრთელობის მე ხა გინდა გითხე აუცილებელი არა. გადაცემის დასაწყისში მე რო სალამურს ვუკრავდა ჩვენ გურს და ყველაფერს. მე რო დავდიოდი ფესტივალებზე, ბატონს მიყავდა ხოლმე, ეს შენ ხა არ გახსოვ რა ძალიან პატარა ხო, აბა თელი ბათუმი და ფესტივალები და ყველაფერი და უცებ ის როდის მოხდა რომ აი ეს შოშორ შენ ნეგატიური კომენტარი ვნახე ერთ-ერთ სტატუსზე. ჩემი? შენზე? არ არსებობს. რა და ძალიან ხო. არ არსებობს, იმიტომ რომ მე არ ერთი გაჩუმდი, რა კომენტარი იყო? ვიღაცა თავისმა ძმაკაცმა მონიშნა. ხო. და გახსოვსო ეს ჩვენს ფესტივალებზე რომ მიყავდა და რაღაცა და ამან ეს მთლად გამო გამოყლებდა. და ამიტომ მინდოდა აი რომ მეთქი რომ ნახავ პროექტში ან შევხვდები სადმე ღონისძიებაზე ვეთქვი მაგრამ ნუ თვითონ იმდენ შენ მე მგონი ხარ რომ ადამიანებს იმიტომ უყვარხარ რომ ადამიანებს არ აი არ მახსენდება
არ ხონდა ფეიქი ხო არ არის? არა, ეხა იცი რა 10000-ობით იყო, განხილვა და ეხა იმას ვერ შევინახავ. თამაზ, მე ხო არ მეგონა, როდესმე ჩვენი გადაკვეთა მოხდებოდა. არა, ნახე მე ხა თავს გავიმართლებ. აი დამიფიცება მართალია, რომ თავს გაიმართლებ. შეიძლება რაღაცა fake account-ები შემხედრე ჩემი სახელი და გვარით. უბრალოდ აი არა, შენი გვერდიდან იყო მე ნახე ეს და ნუ იცი რა, კი არ მეწყინა, უბრალოდ რაღაცა რომ ვფიქრობ რომ ადამიანი რაღაც იუმორთან ახლოს არის, მე რაღაცა ცოტა მე ეს სულ გამოყდა ეგეთი მეწყე. ხო, ეს სულ გახსოვსო, ანუ იმან მოგნიშნა და კითხა რომ გახსოვს, ამას ჩვენი ღონისძიებები რომ იყავდა და მე შემოვხარო, აი მე საერთოდ სულ გამო. არ გცხვენია. ხო, არა, მეც გამიკვირდა. ნახე როგორ გაწის. ახსოვს, რატო გაწის? არა, იცი რა არის, ცხოვრებაში არასდროს რა არის? აი რა არის? აი ხა აქვს ზივარ შენს წინაშე და მითხარი რა არის? მე თამაშგარე ვარ. ხო, გეკითხები, რატო ბოდიში უნდა მოუხადო სტუმარს. არა, თუ მე მართლა დამიწერია ბოდიში მოგიხდი, უბრალოდ აი არ მახსენდება რომ მე სხვა დროს გააკონტროლე ხოლმე, იმიტომ რომ ხო არის სად შევხვდებით, ან ვის სად შევხვდებით. ხო, რავი, ვერ წარმოვიდგენ. ეხლა რატო არ ამბობ ბატონ გიორგისთან დაკავშირებით, ხო? შენ არ უწერ ხომ მეკითხა. არა, იყო მომენტი, როცა ჩვენ რაღაცა ვერ შენ ეხლა თუმცა კომენტარებს მე ვხედავ ჭკვაში დაზორნებაში რატო ვერ მომაწყვებს, იცი რომ მე რო ვთქვი რომ მე ღონისძიებებს და ფესტივალებზე მერე გაგახსენდა. არა, მე ვფიქრობდი თუ მოიტანდა საუბარი რაღაცას და შენ უი მართლა მაშინ ესე მითხარი და მაგიტო გამიგდა. არა, თუ დამიწერე მართლა ბოდიში მოგიხდი, მაგრამ თან მერე ყველა ვარიანტში ვნახავ, იმიტომ რომ მე არ მარტო მაგიტომ არ მომიხდი დღევანდელ გადაცემაში თუ შეურაცხყოფას უმახენებ კიდე მომიხდი. არა, შენ გადაცემაში ბოდიშებს, მაგაზე არ გვაქვს ბოდიშებს. კაი, რა მითხარი, იცი? ეს 1000 რაღაცა პარტნიორი, ხო უკვე 600-დან გადავიდით 500. არა, მართლა მიწერია? კი, რა ვიცი, თუ გინდა თამოჭერით ეხლა, რა ვიცი. არა, მანდა ვნახო, პროს არ როდის ისვენებს? რა უნდა 2017 წელი იყო, რა უნდა ნახო. 2017 კარგი, მიკარული. რა ნიშნულობა ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ეხა თუ ბავშვობის ტრავმები მე რაღაცას გვაქვს. კარგი, შენ კიდე იცი რა, ვერ ჩერდები, იმიტომ რომ აი რაღაცა ეს ტრავმირებული ძალ ერთი კომენტარი. მილიონი კომენტარი დაუწოდია გავრაცხოვდეთ, დღეში მოდე შენ დამეწერე კომენტარი ეს თამაზე თუ გამოყლებებულად ხო. არა, როგორ გეკითხე. კაი. ეხა მითხარი, 1000 რამდენი 1500-მდე პარტნიორი, ხო? დიახ. ან რომელ მომენტში ისვენებ? თუ დასვენების დღეები არ გაქვს. ვიცა, ძირითადად პროტეინით მოძრაობდა. და მომული ძაფით ალბათ. ხო, სკოჩი ძირითადად, იმიტომ რომ აი, რეასური ყოფილა მომენტი, რომ აი უცბად სასქეს ორგანო არ არის ფორმაში და რაღაცა გაქვს აპარატი, რასაც დააძრონდა. არ არსებობს. დებილია, ხმერთო, რებს იცახის, ხმერთო მცხველი. პნევმატური ჩაქუჩი დამაკოლმე. მე რო შემწხვება, აი, მე რო შემწხვება რაღაცის, პროსტა, ანუ შენ მაგ შენ ხარ გათახსირებული მე ხმას აღარ მოვიღებ, უბრალოდ რაღა უნდა მოიღო ხმა, ყველაფერი რაც შეიძლება და გარყვნილი და საზიზღრობა თქვი და ფანტაზია. კითხვა წარმოგიდგენთ. საიდან წარმომივიდა, იცი რომ ჩვენ რო ვაჩუქეთ იმას რომ იყო სტუმარი, ძალიკო ბერგერი, მაშინ გამახსენე რომ არა, შენ ბავშვობაში უყურებდი ტინტო ბრასის წითელი ფეხსაცმლის დღიურებს. არის ის სოფელში რაც უყურებდეთ ეს სპექტაკლს მართავდა. კაი, მითხარი ახლა პარტნიორი ყავს? მეორე ნახევარი. ამ ეტაპზე აღარ. მოიცადე, როდის ყავდა? პროექტის შემდეგ. პროექტის მონაწილე? არა, ეს პროექტის მონაწილე ერთჯერადი გართობების. იცი რა მითხრა, შენ ადრე ჩემ გადაცემაში, ღამის პრაიმ თაიმი რომ მიმყავდა, იქ შენ თქვი რომ მე პარტნიორი არ მყავს, სოლი ჯერჯობით არ მომყავს, იმიტომ რომ სოლსა და პარტნიორი რაღაცა. ნუ რამშო პარტნიორი და წვეტილებები გვაშორებს. იმიტომ რომ დედაჩემს უნდა მოეწონოს. თუ დედაჩემს არ მოსწონს გოგონა, ის ვერ გახდება ჩემი მეორე ნახევარი. იყო ისეთი სხვა გვარატოები თქოდი. დედაშვილობა იყო გადაცემა და ეხლა რა უნდა მეთქვა. არა, ხუილია შემდეგ გადაცემაში მე მოწოდების სიმაღლეზე ვიდეო მესამე იარუსი და მოწოდები. კიდე იყო შემდეგი გადაცემა. იცი რა ძალიან და იქაც იგივე მიფასო. შენი დამოკიდებულება დედაჩემის მიმართ. ხო, მაგ გავიგე. არა, მე დედაშენ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ანუ იცი რა დავით არაბას მუდმივად და რაღაცა პრობლემას ეხლაც ესია. არა, ეხა ოღონდაც დავოჯახდე და მე მგონი უკვე გავიდა. ვინაცა ლენინის კლასელი ხარ უკვე და ეხა კიდე რო ჩემზე დიდი ხარ ეს. მე მოვასწარე რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის? მე მოვასწარე 47 წლის ვარ. იტყვება 47-ის არ არის 40 და 79-იანი ვარ.
ნუ იგონე. აი 47 წლის ასაკში კიდე გამოძახებით შენ უნდა კარგად აყოფილი ხარ ესე იგი რა გია. ფორმაში ვარ. ფორმაში. 47 წლის ხარ? 79 წლის 18 თებერვალი. მე მგონია რომ ერთხელ იქნება ნიუსი რომ შენ უფრო დიდი დედიაშვილი ნუ მე ამ ფაჩაჩი მაჭყოლია დამალული. რაღაცა 200 ცოლის მოყვანა და ესენია. შეიძლება ვიღაცა ზედაც პროდუქცია არ არის გვიან. თითა 47 ნუ ცოტა ქალბატონებისთვის არის შეზღუდული ეს ასაკი, მაგრამ მამაკაცი აი ზემო აჭარაში 14 წლის მამაკაცებსაც ყავთ შვილი. ანუ იქ მიდიხარ დასაოჯახებლად? ხო, ავდივართ ხოლმე ოჯახდებით და მე ჯამოვდივართ. Просто რეპსი ძახის შეხედე. ეს ყველაფერს უტყობს. კაი, მითხარი, როგორ ქალს ეძებ, აბა? ჩვენი გადაცემიდან რო გავიგოთ. იზაბელ ლევიტო. ვინ არის იზაბელი? ფიგურული ციგურაობის ამომავალი ვარსკვლავი კი არ უკვე შემდგარი ვარსკვლავი. ნუ ეხა იმქამდე ვერ მიხვალდა რეალური შენ სტატისტიკა. გინდა რომ შენ ზეთი დაისხა, წასდი მაგრამ შენზე ისრია. ვიციგურაო თექმანეთზე. ივარჯიშე. სიგურები არა, გავქარდე. რეალური ამბიდან საქართველოს გადმოსახედიდან აქ ცხოვრობ და აი როგორი გოგო გინდა? თუ ქალი, შემთხვევაში უკვე ქალი ალბათ. ქველმოქმედი. ქველმოქმედი შენთვის? განათლებული, არა. ხალხთან, მუდმივად ხალხთან ურთიერთობის მათ სამსახურში იყოს და ეხა გარეგნული მახასიათებლები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხო და რა არის მახასიათებლები? ნუ გითხარით ეხა იზაბელის გარეგნობა. შენსავით რო კონდეს ამდენი სექს ურთიერთობა, მისაღები იქნება? ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ჩვენი ურთიერთობის შემდეგ რაღაცა არ არის სასიამოვნო, მაგრამ ყველა ჩვენი წარსული გვაქვს და ამ საკითხთან ეხა ესე ვერ ხო და შენ ვრეაგირდები. წარს შენამდე რო კონდეს 600 კაცთან ურთიერთობა. ეგეთი ქალი. არა, 600 ცოტა 1500. აი 2000 მამაკაცთან დაუშვოთ, ან 3000-თან. სექს მუშაკს ეძებ? კი, სექს მუშაკს. ან რამე ოფისი უნდა გახსნათ ერთად? კი, მინდა რომ გვერდში მდგომი მყავდეს და ხან არის დაკვეთა რომ ორი და მე. ორი გვინ, ცოლქმარი გვინდა. მესამე ვემატებით თუ რაღაცა. სხვა შორის არის ესეთი გაგიკვირდება, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ხო, რა ხო? მანუ ადამიანები, რომლებიც ოჯახი ყავთ, ცოლქმარია. ყვება და მე ჩემთვის ძივერთ, ხო, მეუბნებოდ, რა ხო? რატო არ ხსვენია, ეხლა გეხვეწები? ანუ მე საერთოდ არ, ანუ შენ გიყვებოდა რაღაცა, ხო? ანუ აქედა კითხვა, ანუ კითხვა არ დამისვამ საერთოდ. რა? მე ვთქვი რა, მე ესე დაბნეული ვარ ამ გიყვება რაღაცა შენ? ხო. და უმიტრიალდება მე და მეუბნება, ხო? ანუ ვერ მიხვდი, რა ხო? ანუ რა ხო? ანუ რაღაცა მგონია რომ ხოსტყულეთ არ გეტყოდა შენ ვერც მიხვდი რა ხვებოდა ძალიან განვითარებული გაჩვდი გონი შენ ისეთ რაღაცებიც რაც მე და სადაგვესის ბრება ხوارია შეადგინა რაც თვითონ ვერ გააჟღერა არა არც მომისმენია რა ისაუბრა საერთოდ რატო მერე ისე იყო შემოთავაზება მაგალითად ცოლქმრისგან მესამე ხო კი ყოფილა მოუწერიათ კიდეც ბევრი იყო ესეთ შემოთავაზება ნუ ოფიციალურად 5 იყო. ნუ თავიდან ეხ ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ არ მეგონა რომ ეს 5 იყო, რომელიც თანახმა იყავით და რომელიც არ იყავით თანახმა? მიცი რა, ნუ ქუჩაშიც ყოფილა გაცნობის შემდეგ. ნუ მახსოვს ნასვამი მოვდივარ, ჩემს რაღაც ვიღი დამომიცნეს რომ მე ვარ და შეგათრიეს ბუჩქებში. არა. ჯიხურში. შემომთავაზეს. და შენ? მაგრამ ერთხელ იყო რომ გავყები. მაგრამ ისეთ შეუსაბამო წვილი იყო დღემდე ვფიქრობ რომ მაღალი და დაბალი. საყვარლები იყვნენ, ცოლქმარი იყო, სადღაც იპოვა და წამოიყვანა. ურთიერთობის მერე რო წამოხვიდი, მერე დაიწყე ამაზე ფიქრი? ხო, ყოფილეს კი ხელშეკიდებულნი მოდიოდნენ. აი წაგიყვანეს და შენ უნდა ვთქვათ მათთან დაგემყარებდი და გაგაუპატიურეს ორივემ. ესეთი ფაქტი თუ ყოფილა. კი, როგორ არა, მე ძირითად გაუპატიურებ. გუგლში ჩაწერე, ყველაზე გაუპატიურებული ეს პატა სამოგიდგენს. კაი, ეხა გლიცინია. გლიცინი ეს გადა არ ვიცი, აფერასების მერე. ვეღარ საუბრობ ტიპი. შენ სულ მღეროდი ხალხურ სიმღერებს. და უეცრად მერე საზოგადოებაში გამოჩდი ამ განსხვავებული რეპერტუარით, ეს გველი მახრჩობელა, სრიალა გველი, შემოვედი შენში, გავედი შენში, დავიზილე, კრემი გავის, მოკლედ რაღაცა სასწაული რაღაცეები და რამ გადაგაწყვეტინა აი ამ ხალხური სიმღერიდან გადასულიყავი ამ გარყვნილების მორებში. იცი რა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერი არის კანონზომიერი, რადგანაც მოვიდა ის ტექსტი, რაზეც უნდა შექმნილიყო მელოდიაზე ეს ტექსტი, დაიწერა თავისით აი რაღაცა წყალივით რო რაღაცა მოდის და გაძლევს ამ სიმღერის მერია უშტუ მანამდე ქონაშვებული. იცი რა, ბავშვობიდან ძალიან თავისუფალი ვიყავი ზოგადად, მიუხედავად იმის რომ გავიზარდე რაიონში, ჩემი დამოკიდებულება მქონდა, ჩემი აზროვნება მქონდა, ყოველთვის დავებოდი ადამიანებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით იმაში რომ ინდივიდია, მას თავისი სფერო აქვს, სამყარო აქვს. აი ცოტა სხვა რაღაცაა ეს ბავშვობიდან.
შემდეგ პირველმა სიმღერებმა უკვე განაპირობა და გარდა იმის რომ ცეკვავდი რომ აი რაღაცნაირად გარკვეული ჩარჩოები იყო, თორემ ვიდრე ბინდისფერაზე რაღაც მიმღერებდი, მყავდა ჩემი ანსამბლი, ჯგუფი, რომელსაც ერქვა მე დაღამ და ყავდა უამრავი თაყვანისმცემელი რაიონში და იქ მქონდა ასეთ სიმღერა, წამოდი ჩემი სახლის სახურავზე ავიდეთ. ხო, ასეთ სიმღერა იყო, ნების ლაბირინთში გავიდეთ. სახურავს და იქიდან გამერე მე ხა ჩვენი ისე დრო იყო, სად იყო ამდენი სასტუმრო და ხვებით საერთოდ მე ახლა შენ როგორც გამოცდილ სექსუალურ ურთიერთობებში მანიაკი პრინციპში მე ცოტა ხილად ქუჩაში სექსო დადის თამაზესაც რო გაუზიარო ცოტა ეს გამოცდილება იმიტომ ბავშვი ცოდვა რამდენი ხანი არ ქონია არანაირი კავშირი არავისთან მე შემოგიტანე იწვევს მე პრობლემებს ასაკში მე შემოგიტანე ახლა დღეს პოლიტეხის იმპლანტები. ეს არის გერმანული ბრენდი, რომელიც 40 წელია აწარმოებს ამ იმპლანტებს გერმანიაში. ეს არ არის კოსტა-რიკაში დამზადებული და ასე შემდეგ. და შენი გამოცდილებით, ახლა 600 და უკვე 1000-ზე, მაინტერესებს აი რომელია შენი საყვარელი ზომა. აბა? აი თუ ერკვევი თან ეს არის და ეს. ხოლოდორია დაიჭირო. აურაკ. როგორ უყარხარ თაზოსა. მე ტიპი ის რო არა, ნათელი წერტილი სილიკონი როგორ უყარხარ. იცი როგორ მოყარს ძუძუები? ხო და რაღაცა ნამდვილ ვერ მოკიდე ხელი ეგ. არა, მე აი ადამიანი რომ მოდის და აი კარგი მკერდი აქვს, აი განაისრო იმაზე კი არა. არა, გარყვნილად კი არა ვფიქრობ, თქვი რაღაცით აბა ჩაიდე პრიში ბოწეტი. ანუ შენთვის მხოლოდ ესთეტიური დატვირთვა, ხო? შენ წესიერად მოიქეცი. აი მე თუ გამარტყა. კაი, ეხლა ხუმრობა იქით იყოს, მართლა ეს არის პოლიტეხის იმპლანტები გერმანული საუკეთესო ხარისხი 40 წელია ბაზარზე. ანუ ეს ის კი არ არის იმპლანტები, რომელიც ყდება, იკარგება, სადაც გადი გამოდის, აი მაგალითად კოსტა-რიკაში რო ამზადები რაღაც საშენზე, მე საქართველოში ასაღებენ რომ საუკეთესო ხარისხი, ეს არის საუკეთესო ხარისხი და იმახსოვრეთ, ქალბატონო, ვისაც გინდათ, პოლიტეხის იმპლანტები არის the best. ეხლა მითხარი შენი საყვარელი რომელია? და ამას ხო რაღაცა ურსეძახენ ერთი. როიცა გაჩუმდი, ამისგან მაინტერესებს როგორც ექსპერტისგან. რა ქვია მაგ ფორმას? ეს პოზიციაში არ იქნება საერთოდ ყანწესებური მკერდი ყველაზე ლამაზია და ხშირ შემთხვევაში მოდელები, რომლებიც პორნო ინდუსტრიაში მიდიან, აი ყანწესებური მკერდი, აი რომელიც ახრილია თავის კი არა პირდაპირ რომ დგას ან ცოტა ქვემოთ. ხო და რომელი რა ვიცი რა, ეხლა თვითონ ეხლა რემი მოვიტანეთ ჩვენ, აბა. თქვენ აქ არ არის ყანწესებული გულმკერდის ფორმა. აქ არის სტანდარტული ფორმა, იმიტომ რომ ძირთადად ეს საკითხი არის. აი უკვე ექსპერტობაში ეჭვი მეპარება, უკვე შენ რო სექსუალურად ექსპერტი ხარ სექსუალურ საკითხებში. შენ ახლა რაღაცა ფორდაინახე. ეს არ არის შეშუპებული ყვერები, ეს სილიკონებია მკერდის. ეს არის მსხლის ფორმის. აი წერა შენ რაც თქვი ყანწესები. ნუ ძირთადად ფერატკანიანებისთვის. არა, ამას საერთოდ არც ეკარებოდა. ფერატკანიანებისთვის. არა, ფერატკანიანებისთვის. ეს არის მსხლის ფორმის იმპლანტი, მკერდი, რომელსაც ქალები ყველაზე აქტიურად იყენებენ, ვისაც უნდა ბუნებრივი ესეთი ცუცკები. ხო, მაგრამ მსხლის ფორმას არ მიიღებს ეს. შენ რა იცი? აბა მოდი ჩაილაკე. აბა არ ჩაიდე. მიიღებს ახლა. ეხლა რომელი აგე მსხალი. მსხალი. აბა ჩაიდე. ეს მსხალია თუ საზამთროს ფორმა. ეხლა რომელი ჯობია? აი მე მსხალი. შეხედე. არა, ყანწესებურად რომ დგას ის უფრო ლამაზია. ეგ არის საზამთრო და მეორე არის მსხალი. აი ახლა შენ ჩაიდგით ამას შენ. შეხედე. ჩემი რომელია ესა? მსხალი და აჰა ჩვეულებრივიც. ჩაიდგი. ხარისხი როგორია? მსხალი უფრო მომეწონა. აბა ეგ მსხალია? ნახე მსხალი. ჩამოწიე ქვემოთ, არასწორად გადა. შენ რა იცი მე ზუსტად. ეს პოლიტეხი არის საუკეთესო იმპლანტები, საუკეთესო გერმანიაში წარმოებული და არ არის სადაც ინდოეთში და იმერთან. აი შეხედე, მსხალი და საზამთრო. სპეციალურად გააკეთა ეხლა მაგან ეტყობა რომ არა, დახილობა მისა. მე ეჭვი შემეპარა უკვე შენ ექსპერტობაში. მე მაგალითად ავირჩევდი მსხალი უფრო ლამაზ და ბუნებრივია, ხო? გაგიგეთო? ჰა? რა თქმა გამიგე. მანდე და რომელია მსხალი? ვაი მე შენ გამოიღე? ვაი მე რა პლატოზები გაქვს? მე მეგონა ისევ. მე მეგონა ისევ გელაგა. არ მაქვს, არა, ვარჯიში. ძიაკ ჩადგმული. გვაქვს არაჭამა ჯერ. არის რაღაცა მაგალითად აი აქციები რო არის ხოლმე როგორც მაღაზიაში, შენც გამოდო რომ აქცია მაქვს. კი, ძირთადად საახალწლოდ არის ხოლმე. მოიცადე. სეილი. სიმღერაზე მინდა დავბრუნდე. ეხა შენ შეგიძლია გვიმღერო ხალხური.
და მე გვიმღერო შენი თანამედროვე სიმღერები და რატო გვინდა ეხლა ეს? ანუ ეს არ არის ის რომ მაყურებელმა განაგა. არა. რატო გვინდა ისი? მაყურებელმა შეადაროს რომელი არის შენი. გააჩნია შენ რომელ სეგმენტს გულისხმობ? შენ იმღერე და იმათმა გადაწყვიტო. მოდი ხალხური რამე შეგვისრულე. მომეკიდე ძუძუ. რა კარგად იჭერი მე და ძუძუებს იჭერ ჰაიშეთ. მიდი დავიჭი. მომხედე ესე იგი შენ სილიკონიან ძუძუები რო მოგწონს. კი, იმიტომ რომ კარგი დგომა აქვს. აბა, შეგეცალე. კაი, მოდი. ხალხური დავიწყოთ, მიდი მე შინია ქუჩაში მე სილიკონიანი არ შეგხვდეს თორე შემახილან ვერს დაგაგდებინო. მომეცი გავერთო რა კარგია. მიდი ჯერ დაიწყო სიმღერა და გადმოგიდე გადაგიგდებ. ეხა ჯერ არ დაწყებულა ხო ჩაწერა თუ არა კაცო მიდი ჯერ მიდი დაიწყე ხალხური აბა. თორაფა რას მემადური მოაცურე ჩემსკენ ძუძუ ერთად დავსყდეთ დაუცკი როგორი სორის გიოძუძუ კაი, ეს იყო ხალხური, ეხლა მიდი. რომელია, რომელ სიმღერებს შემოვიდი, რომელი გინდა რომ იმღეროს? მინდა შემოვიდი ამ აღამშენში. მიდი. ამდენი მოთმინება, მიდი დაიწყე, ჰა. თუ წამომყვები გზნობის საზღვართან სურვილები უნდა ავიღო თავში მოგდაწუხმეთო. ამდენი მოთმინება დამთავრდა უნდა შემოვიდე ამ აღაბთქვეში და გამწლი. ეს არ გაიყიდება ოპერაციის პროცესი კითხებენ იძუძები ხო არ არის თორი გავი. მე დავიყენო და იმედა გავიდე ბოდით აკა. ამას ვერაფერს ვერ უზავ ისეთი ესეთი გამწლია. ზარები იყო მე მგონი შენ ესენი ჩაიგო კაი, ის ეხა აი ამ ურთიერთობებში იყო კაცებისგან შემოთავაზება? იცი რა როცა ხდები ადამიანი რომელიც ჩანხარ ეკრანიდან ვიღაცას უყარხარ ვიღაცას არ უყარხარ ნუ არის საუბრის დონეზე რაღაცები მაგრამ ნუ იქ საჭირო არ არის აგრესია საჭირო ლავირებით სიმშვიდით რაღაც ფინანსური შემოთავაზება თუ ყოფილა მაგალითად აი წყვილისგან ან ვიღაც ქალისგან ან ხომ ვიღაცისგან. გითხარით რომ იყო აი რამდენია მაქსიმალური თანხა რაც შემოგთავაზე სექსის ანაცვლოდ? ნუ აი საუბარი თუ წავიდოდი ანაზღაურებდნენ გზას სასტუმროს ტრანსპორტირება და იქ მე თურქეთში იმუშავებდი უკვე იმაში ტრაფიკის თურქეთში არა რომელ ქვეყანაში? რამდენი იყო? დაიღალ ამ სტუდიაში სამსახური აღარა მაგდა. რამდენი იყო გავპრინდება ინც რომ მე ისეთი ვარ მიხმარები 1000 ევრო ერთი მომსახურება? ნუ ერთი კვირა უნდა გამეტარებინა მის გვერდი 7,000 ევრო ბევრი არ არის. არა თუ ხარ შურიანი მე რატო ვარ ანუ 7,000? ეს არა ქვია 1000 ევრო ერთი დღე. ხო. და კაცმა ის ანუ ჯერ შემოგიტრიალდება. და შემოტრიალდეს ახლა როცა ამ კაი. ხალხასი რესტორანტარი მოკლა. ჰოპ ჰოპ შენ მოგი დავარიეთ. არ კახეთკო. აღარ ისრო, აღარ გაფეთო. რა ხარისხიანია? იმ ნაფრიელი დუდუები. ახლა კი გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დროა! ჩემო საყვარლესებო, მოგიმზადეთ სასწაული თამაში, რომელიც თამაშიც მე ძალიან მიყვარს. ეს არის თევზების ბრძოლა. გამარჯვებულს შეხვდება Flame Food-ის ვაუჩერი და წაგრიალდება თან გეტყვით რომ Flame Food-მა გახსნა ახალი ფილიალი რომელიც მდებარეობს ვაზის უბანში ზურაბ ბეგიაშვილის 32 ნომერში ასე რომ მიბრძანით ახალ ფილიალში და დააგემოვნეთ Flame Food-ის უგემრიელესი კედები ხოლო ვინ მოიგებს ამ ვაუჩერს გადაწდება ორთაბრძოლით წესები წესები ძალიან მარტივია სათითაოდ იღებთ კარტს ვისაც ამოგივათ მაღალი აჰა ის ურტყავს მეორეს. ვისაც ამოვა დაბალი, კიდე ის გიტყავს და ასე შემდეგ. ხო მარტივია. პირველ კარტს მე ბატრიალებ, რომ ანუ გავსაზღვროთ მაღალი დაბალი. აბა წავიდა მეგობრებო.
დამა არის. აქ დადი შეჩება კარტი. ეხლა კუთხენა მოტრიალეთ. იქ ფეხზე ხო არ დაგიდებთ კარს? թե ვერ ახარ ხო იცი? აქ დადი, აქედან დადი აქ ფეხზე რო დაიდე, კარტი იქ ხო არ დავიწყებ თამაში. კიდე შეხავს შეხედა. და რა შეშინებული ხარ? ვიცი რა 6 ლაწუნი ამხელა თევზის ეხა შენ როგორ ვფიქრობ? მიდი, ნუ გერიდება, მიდი. არა, მერიდება ეგეთ რამე არასდროს არ გამიკეთებია ეხა. დაიწყე. მე გამიკეთებია, მაგრამ თევზი რა. მიდი. ეხლა იქნება გამოძახება თევზით რომ მიხვიდე. თევზი ცოტა გველით უნდა მივიდეს. დამა. აბა დამაზე მაღალით. აჰა, ურტყავ. ეს ხანკაიზო. მოციეს, ახლა უნდა გამართვა. მაგრამ უბრალოდ მოციეს ახე. მოციეს. ეხა ძალიან შორს არის, წამყვანი ხარ, გული ხარ. ხო, ასე გები. ბაგძელებთ ხო? მე ეხა შენ იღებ. ნელა გარტყი. კიდე გამო. დამა. აქეთ გინდა თუ აქეთ? შუბში დააწყე. რა ხმები? ნელა ვურტყავ თეთას. რა ნელა ურტყავ ბიჭო, ყმა აღარა აქვს. 2-0. ვაი მე კიდე რამხელა კარტებს იღებ და რიანი. შენ ურტყავ. აჰა. კაკვა მოიდა. დაკა. არა, ვერ გავა. რას ვერ უნდა გაარტყა თამაში არ ჩაგვიშალე. აჰა. ეს სახე მოკიდება არ უნდა. ეს ჩემი ის იმისია. მიდი რა. აი, მართლა უნდა გავა. კი. თამაშის აზრი ეგ არის, უნდა თამაში ჩა. რო გაკოცო? მიდი, არა, უნდა დამართ. აი ეს რო გატაკობი. შენ თუ რას უპირებ, ეგ ჩემო. არა, უნდა დამარტყა, მიდი. ტუჩებში რო გაგა. ტუჩე პირში გაძლევ თეს. არა, უნდა დამარტყა, მიდი. მე რა ფანტაზიები გაქვს, რეებს აკეთებ. ტუჩებზე დავფერთ რა. არა, არ ტუჩებში არა, სახის უნდა დამარტყა. აი მე მიდი, რა. მიდი. ჰა? აი, ჰა. ის რაი? აი, მიდი შენ, აუ რას ხოდია უღე. მიდი. ამას თუ გონი დავინდობ, მაგ ცანც არის, ძალიან შემცდა რა. აი ხარ აშვები შენ. აჰა! კიდე, გლიჯე. ამაზმა ჩაუწყო ეხლა. არა. მოწი. მაგარი შემოსხერო. მაგარი. კარგად აქ თავი გაფარსული. და კარგად ხდება. ტუზაგური კეთო. აჰა. ქრისტიანული მორალით მეორე მომიშვირე ხა. არა, აქეთ არის, აქ კადრი აქეთ იღებს. მიდი, რა. რო თევზი პირში გაგიკეთოს თუ რას აკეთებს ვეღარ გავიგე. შეშინებული ვარ. დამარხი. საინტერესო ხო ეგ არის რომ ამ დროს ხო, ეგ ეფერები და შენია. მოულოდნელად მაგას სულ ამოვჭრი მე რა აზრი აქვს. რა გინდა ხო გეხვეწები, აი აჰა. გაჭრა. თა დაითვალე, რამდენი. ხურში შეგი. ტეპილია. ალბათ რაღაცა იმი. შენ აღერაგი ხო? მიდი. მე ხო ხრელები მიყვარს. გამოვიყენე შენი სასმელი აპარატი. მიდი. ოღონდ სხვა ხრელში არ შეყო თავარია. მეთიქიო. რა შიშია. მოდარ მელოდის იმას რომ ჩაუსმე მაგას მე მოიწვე. მე როგორ წვენია. დავიდამა. დარმაკ თევზიანი. იო. დამარტ მაინც ამოვჭრი მაგას. რატო უნდა დაგარტყა? არ მინდა რომ დაგარტყა. სახე წვიში არ მოვჭრი. საათზე ჩამოგარტყა შეიძლება. არ მინდა ეს თამაში და დავთავდა. მიდი რა. რამდენი გამოვიდა ეხლა ვერ გავ. 5-3-ია. დადე მან. მე უნდა შენ უნდა ამოგეღო როგორ შენ თუ გაჭერი შენ უნდა ამოგეღო ნახე როგორ აწყობს თამაში ეხა დადე შენ ხელი გაგიკეცა თამას აქ დაიხედე ერთი რა შედა აღარ არის დედაფერი ერთი ტუზია მარტო ნახე თან კარი მიდი გააგიჟე მოლოდი
შენში შემოდის ჩემი ფაი მე თერმა პირი გააღო თუ რა დამარტყი. ამას ნორმალი მოსდის უკვე. მედი. აი როგორც ალალი ვარ და რა ალალი? თევზით იმენა გადაუარე კაცს. სექსუალურად იძალადე თევზს. ამოოტრიალე რა შველი. ამ კაროლი იყო და არა. მიდი ხა ის. როგორ ატყუებს? რიანია. მიდი. რე, ოპა. დამთავრებული ჩემი საქმე. ამოოტრიალე. გადაცემა სარკასტიკა დღეისათვის ამით დასრულებულია. ჩვენთვის დასრულებულია და პატასთვის რამდენი ხნით არის დასრულებული არ ვიცი. პატა ისე მაგრა იცემე რომ ფლინფუდის ვაუჩერს მაინც გაჩუქებთ. მიუხედავად იმისა, წააგე. და გადაცემა დასრულებულია მეგობრებო. ძალიან ურტყავდი ბიჭო, რა დაგემართა რა. ეგეთია ამ თამაშის აზრი. რა, ნაცემია სერიოზული ტიპი. ვიღამოვა ვიღამოვა ჩემთან. ვიღამოვა ის ნაცემი.